მოგესალმებით დღეს სამშაბათი და ტელეკომპანია თრიალეთის პირდაპირ ეთერში თქვენ უყურებთ თოქ-შოუ მთავარ თემას გიორგი გამძიშვთან ერთად. დღევანდელი ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმარია ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე. მოგესალმებით ბატონო მამუკა. მოგესალმებით გიორგი. მადლობას მოგახსენებთ სტუმრობისათვის. ბატონო მამუკა, ჩვენ არც ერთ გადაცემაში ჯერჯერობით არ შევხვდებით თვითმმართველობის საკითხებს. Მინდა თქვენთან ერთად შევეხოთ თვითმმართველობის საკითხებს, განსაკუთრებით იმ ფონს, როდესაც რეგიონებში დღეს ხდება გასაუბრებები, ტესტირებები და ახალი კადრების შერჩევა. პირველ რიგში დავიწყოთ საუბარი თვითმმართველობებზე. ახალი კანონი მივიღეთ ქვეყანაში, რის შემდეგაც რამდენიმე ქალაქში არჩეული იქნა პირდაპირ მერები და გამგებლები. რა შეიცვალა თვითმმართველობებში ახალი კანონის მიღების შემდეგ? გიორგი, მე ვფიქრობ, რომ ტელეკომპანია თრიალეთმაც სხვა ტელევიზიებმაც, ასე ვთქვათ, უფრო რეგიონებზე ვინც აქტიურად გადის და აქტიურად ყურებადია, ისე როგორც ცენტრალურმა ტელევიზიებმა და მაუწყებლებმა, მე ვფიქრობ, მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ თვითმმართველობის თემას, იმიტომ რომ ამ წელიწადში, თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში პარლამენტმა მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ვითომ განახლებული ვერსია, როგორც თვითონ უწოდებს კოალიცია ქართული ოცნება რევოლუციური რეფორმა განახორციელა ამით და ამ დროს სინამდვილეში მივიღეთ აბსოლუტური სიცარიელე. თუ შევადარებთ იმ კონცეფციას, რომელიც თვითონ კოალიციამ შემოგთავაზა კანონის მიღებამდე დაახლოებით 1 წლით ადრე და შემდეგ ავიღებთ იმ კოდექსს, რომელიც დააკანონმა პარლამენტმა, არის ცადა მიწა. იქ ეწერა გაცილებით უფრო ბევრი და სარგებლიანი რამ კონცეფციაში, მაგრამ გზადაგზა ეს სარგებლიანი პუნქტები, ინიციატივები, კონკრეტული წინააღმდეგობები გაქრა უბრალოდ და ხელში შეგვჭა აბსოლუტური სიცარიელე. თუ რაში მდგომარეობს ეს სიცარიელე, კონკრეტულად გეტყვით და შევეცდები რომ კომპაქტურად თქვა. პირველი თვითმმართველი ქალაქი 7 თვითმმართველი ქალაქი დაემატა 64 თვითმმართველობას, რომელიც მანამდე არსებობდა საქართველოში. არანაირი პრინციპი არ არსებობს, რატომ არის ეს ქალაქები თვითმმართველი, რით გამოირჩევიან ისინი დანარჩენი სხვა ქალაქებისგან, აბსოლუტურად უსაფუძვლო და უარგუმენტო შვიდეული შექმნეს ქალაქებისა და რეალურად შეიძლება ერთი რამ აერთიანებდეს ამ 7 ქალაქს, ეს არის ეგრეთ წოდებული რეგიონის ცენტრები. თუმცა საგუბერნატორო ქალაქები პირობითად რო ვთქვა. თუმცა არაფრით ეს ქალაქები არ განსხვავდებიან სხვა ქალაქებისაგან. აი მაგალითად, თელავმა, გორმა, ზუგდიდმა, ახალციხემ, ოზურგეთმა, ამბროლაურმა, მცხეთამ მიიღო თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. ამ დროს ამბროლაურს აქვს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, სადაც ცხოვრობს 2500 ამომრჩეველი დაახლოებით და ხაშურს, ზესტაფონს, სამტრედიას, მარნეულს, გარდაბანს ეს სტატუსი არ მიცეს. თუ ლაპარაკია იმაზე, რომ თვითმმართველი ქალაქი უნდა იყოს ორიენტირებული და აქცენტირებული, საერთოდ თვითმმართველობა უნდა იყოს ორიენტირებული ამომრჩეველზე და ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით და სერვისების შეთავაზების მიხედვით, რისთვისაც არსებობს საერთოდ თვითმმართველობა, გაცილებით უფრო მეტი ქალაქი იმსახურებდა თვითმმართველობას, ვიდრე ეს მიცეს აი ამ 7 ქალაქს, მაგრამ ეს რაღაც ვალის მოხდის მიზნით უფრო იყო გაკეთებული როგორც ასეთი, მაგრამ ეგ არ არის მთავარი პრობლემა. მეორე თემა, მერებისა და გამგებლების პირდაპირ წესით არჩევნები, რომელიც ასევე ამ რევოლუციური რეფორმის შემადგენელი ნაწილია. კი ბატონო, კარგია, როცა პირდაპირ დემოკრატია ხორციელდება და პირდაპირ ვირჩევთ მერს და პირდაპირ ვირჩევთ გამგებელს, მაგრამ იქვე რომ ჩაწერთ კოდექსში, რომ საკრებულოს აბსოლუტურად ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უარგუმენტოდ შეუძლია არჩეული მერის უბრალო უმრავლესობით გადარჩევა, მაშინ იმ პირდაპირ არჩეულ მერს უბრალოდ აზრი ეკარგება და სტაბილურობა ვერ იქნება ამ თვალსაზრისით. ის მაინც ხო უნდა ჩაწერო, რომ თუ კანონ გადაცდომა მოახდინა, ან თუ დაუშვათ ადამიანები არასწორად გაანთავისუფლა, ან თუ ბიუჯეტი დაარღვია, ან რაღაცა მოკლედ დააშავა და ამისთვის გადადგესო. არა, კანონში პირდაპირ წერია. საკრებულოს თავისი შეხედულების და მიხედვით შეუძლია გაანთავისუფლოს პირდაპირ არჩეული მერი. ამიტომ ეს პლუსიც ვერ ჩაითვლება პლუსად. ახლა ჯერ შენ მოგისმენ რაღაც მეკითხები. ზუსტად ამასთან დაკავშირებით მაინტერესებდა მერის გადაყენებასთან დაკავშირებით იმპიჩმენტთან. გორში მაგალითად გორის საკრებულოში საკმაოდ საინტერესო სიტუაცია შეიქმნა თავისუფალი დემოკრატების კოალიციიდან გამოსვლის შემდეგ. ფაქტობრივად 15-კაციანი საკრებულოში 29 წევრი არის ოპოზიციო, არის ნაციონალური მოძრაობა, არის თავისუფალი დემოკრატები, ირაკლი ოქრუაშვილის და კონსერვატიული ლეიბორისტები. აქ არის თუ არა შანსი იმისა, რომ მოხდეს მერის გადაყენება, უმარტივესად, ახლა მე არ ამგონია, ჩემი კარნახი დაჭირდეს გორის ქალაქ გორის საკრებულოს ოპოზიციურ ნაწილს. საკმარისია ეს თემა დადგეს, როგორც აი ვიღაცამ დააყენოს, რომ მოდით გადავირჩიოთ გორის მერი.
საკმარისია ეს საკითხი დადგეს ყოველგვარი არგუმენტის გარეშე და პირდაპირ შეუძლიათ გადაირჩიონ მათ გორის მერი. ეს არ არის კარგი. როდესაც მთელი გორი ირჩევს ერთ ადამიანს და მერე უცებ 15 კაციდან 10 კაცი იტყვის ან 9 კაცი ან 8 კაცი რომ გაუშვათ მოდი ეს სახლშიო, რა სტაბილურობა უნდა იგრძნოს ასეთ შემთხვევაში პირდაპირ არჩეულმა მერმა. ეს არ არის მარტო გორის პრობლემა. ეს არის 71-ვე მუნიციპალიტეტის პრობლემა, ზოგან მერის და ზოგან გამგებლის. ეს არის ცუდი არც ესმის ამ ხალხს ვინც ეს დაწერა და არც ხისი უნდა გაიგოს, იმიტომ რომ თუ გინდა რომ თვითმმართველობა იყოს ძლიერი, მას უნდა გქონდეს სწორი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა. ან ის რა არის, რომ გორი გაიყო ქალაქად და რაიონად, ისე როგორც თელავი, ისე როგორც ზუგდიდი და გორის რაიონის გამგეობაც გორში ზის და ქალაქ გორის მერიაც გორში ზის და ვითომ დავაახლოვეთ ერთმანეთთან მომსახურება და სერვისებიო. ეგეთი დაახლოება არ არსებობს როგორც ასე. უბრალოდ გაძვირდა რა. ნაკლები იყვნენ დეპუტატები, გახდნენ მეტი დეპუტატები. ნაკლები იყო დასაქმებული ადმინისტრაციაში, ახლა მეტია დასაქმებული. ეგ არის და ეგ. მეტი არაფერი, თორე რეალური თვითმმართველობა, გიორგი, ნიშნავს სამი რამის დეცენტრალიზაციას და ახლოს მიტანას მოსახლეობამდე. ეს არის უფლებამოსილებები, რომელიც თვითმმართველობას გააჩნია, თავისი ექსკლუზიური უფლებამოსილებები. მაგალითად, საბავშვო ბაღების მოვლა, პატრონობა და ყველაფერი არის თვითმმართველობის საქმე. ამბულატორიების მოვლა, პატრონობა და მართვა არის თვითმმართველობის საქმე. ნაგვის გატანა არის თვითმმართველობის საქმე. სიტყვაზე პენსიები არის პირობითად თუ ამბობ, ხო? დანარჩენ საქმიანობაში ცენტრი არ უნდა ჩაერიოს. ეს ნიშნავს ექსკლუზიური კომპეტენცია თვითმმართველობის, რომელიც მან უნდა შესთავაზოს თავისი თვითმმართველობაში მაცხოვრებელ მოქალაქეებს და უნდა უზრუნველყოს ის. პირველი არის თვითმმართველობის დეცენტრალიზაცია. ისა უფლებამოსილებების დეცენტრალიზაცია. მეორე გახლავთ ფინანსების დეცენტრალიზაცია და მესამე გახლავთ ქონების დეცენტრალიზაცია. რომ გორმა უნდა იცოდეს რა ფინანსები აქვს 2015 წლისთვის სტაბილურად, რათა გათვალოს ყველაფერი თავიდან ბოლომდე და რა ქონება აქვს, რომელი მიწაა გორის რაიონში და ქალაქ გორში არსებული ან შენობები გორის კუთვნილება და რომელი არის ცენტრალური ხელისუფლების კუთვნილება. ეხლა რა მივიღეთ ჩვენ თვითმმართველობა ხო ვითომ არის რევოლუციურად განხორციელებული ოცნების მიერ. რეალურად რა მივიღეთ? პირველი ქონების დეცენტრალიზაცია კანონში წერია, ქონების დეცენტრალიზაცია უნდა განხორციელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. ანუ 2015-2016 წელი ჩათვალე რომ ქონების გარეშეა დარჩენილი მუნიციპალიტეტები. ფისკალური დეცენტრალიზაცია, ანუ ბიუჯეტური დეცენტრალიზაცია უნდა მომხდარიყო 2014 წლის 1 სექტემბერს გაყოფა საშემოსავლო გადასახადის, გამოთანაბრებითი ტრანსფერების და 2015 წლის 1 იანვრიდან კანონის 154 მუხლის თანახმად უნდა დაეწყო დამოუკიდებელი ფინანსებით ფუნქციონირება ყველა თვითმმართველობად. ეხლა შეიტანეს სრულება 2018 წლამდეა გადადებული ფისკალური დეცენტრალიზაცია, როგორც გამოთანაბრებით ტრანსფერში, ასევე საშემოსავლო გადასახადში. ანუ 2015, 2016 და 2017 საკუთარი წინასწარ განსაზღვრული ფინანსების გარეშე დარჩა ისევ ყველა თვითმმართველობა და ბოლოს ქონება. ქონებაში ისედაც ეწერა, რომ უпроსორეთ უფლებამოსილებებში პირდაპირ წერია, რომ 2015 წლის 1 იანვრიდან უნდა დამთავრდეს უფლებამოსილებების გამიჯნაო. დღეს განიხილა პარლამენტმა ინიციატივა და რამოდენიმე თვით გადადო და ხო იცით გადადებული საქმე მე როგორც ხდება. ანუ რა მივიღეთ? ჩვენ მივიღეთ 7 თვითმმართველი ქალაქი, აბსოლუტურად უარგუმენტოდ შექმნილი, პირდაპირ არჩეული მერები და გამგებლები, რომელსაც როცა მოეხასიათება, მაშინ გადაირჩევს საკრებულო და საკრებულოები და გამგებლები და მერიები ფულის გარეშე, ქონების გარეშე და უფლებამოსილებების გარეშე. მაგარი რევოლუციური რეფორმა განახორციელა ქართულმა ჩვენ უცოდინრობამ. თვითმმართველობის უცოდინრობამ. ორი რამ არის მიზეზი იმისა, რომ კოალიცია ქართული ოცნების ხელში განხორციელებულმა ეგრეთ წოდებულმა რეფორმამ განიცადა სრული კრახი. პირველი ეს არის უცოდინრობა, არის ის ელემენტარულად. ადამიანები ისხდნენ, ოცნების წარმომადგენლები, რაღაც 7-კაციანი ჯგუფი, დაწერეს ეს კოდექსი და პარლამენტში ოცნებისავე წარმომადგენლობამ 68 შესწორება შეიტანა მათ მიერ შექმნილი ჯგუფის მიერ ჩამოყალიბებულ თვითმმართველობის კოდექსის პროექტში. პირველი ეს იყო უცოდინრობა და მეორე ხელისუფლების ხელიდან არ გაშვების სურვილმა და წყურვილმა. რა ხდებოდა სააკაშვილის დროს, ნაციონალური მოძრაობის დროს, რატომ ვერ მოხდა თვითმმართველობის რეალურად შექმნა? იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ ამბობდა, მე ვარ ცენტრში, მე ვარ პირველი პირი და რა საჭიროა თვითმმართველობებს კონდეს საკუთარი ფული, საკუთარი ქონება, საკუთარი უფლებამოსილებები. ყველაფერი მე უნდა მართო ცენტრიდან
და ამ ხელიდან არაფერს არ გაუშვებო. ზუსტად იგივე საკეთებს აბსოლუტურად კოალიცია ქართული ოცნება. ფულიც თვითონ დაიტოვა, ქონებაც თვითონ დაიტოვა, უფლებამოსილებების დეცენტრალიზაციასაც არ ახდენს. მერები აირჩია, მაგრამ გადარჩევის უმარტივეთი მექანიზმი ჩადო იქვე და მოიგონა რაღაც რაოდენობა თვითმმართველობების, რომელთაც გაამრავლა თვითმმართველი ქალაქები. ამ დროს ძალიან ბევრი იმსახურებს თვითმმართველი ქალაქის სტატუსს, ისე როგორც იმ დანარჩენებს მეანიჭეს. ამიტომ 2014 წელს ეგრეთ წოდებულმა რეფორმამ თვითმმართველობისამ ქართულ სახელმწიფოს ისევ გვერდით ჩაუარა. ანუ ისევ სიცარიელე დავრჩა. ჩვენ ნახეთ ეს კანონი თვითმმართველობის არჩევნები, როცა ზადება იყო კანონ პროექტი, საკმაოდ დახვეწილი სახე ჰქონდა დასაწყისში. ამაში აქტიურად იყო ჩართული დღევანდელი თბილისის მერი, მაშინ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ბატონი დავით ნარმანია, თუმცა უკვე არჩევნებამდე ძალიან ბევრჯერ შეიცვალა, ძალიან ბევრი. გიორგი, სწორედ ეს გითხარი მე შენ, რომ თავიდან გაკეთდა კონცეფცია, რომელსაც ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა. მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო ივანიშვილი, ეს ხდება 2013 წლის 1 მარტს. კონცეფცია დაიწერა, სადაც კარგად იყო ყველაფერი, რომ ორდონიანი თვითმმართველობა, თემის დონეზე სად უნდა ჩავიდეს თვითმმართველობა, მეორე დონეზე სამხარეოზე სად უნდა ავიდეს, ფინანსები როგორ უნდა გაიყოს და რატო უნდა გაიყოს, ქონება როგორ უნდა გაიყოს, როდის უნდა გაიყოს და რატო უნდა. ეს ყველაფერი რაღაც ესეთი კეთილის სურვილების ფორმატში, ოღონდ კონცეპტუალურად, კონცეფცია არ არის კანონი, ხო? ეს არის მოსაზრებათა კრებული. ეს ყველაფერი დაიწერა, შემდეგ შექმნეს სამუშაო ჯგუფი ბატონი ნარმანიას ხელმძღვანელობით. და იქ დაიწყო აბსოლუტურად ყველაფრის აღრევა, ჯერ კიდევ ივანიშვილის დროს და ალბათ ახსოვს ტელემაყურებელს, გახსოვს შენც, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ბატონი ივანიშვილი გამოვიდა პრემიერ-მინისტრის რანგში და პირობა დადო ევროსაბჭოს წინაშე, რომ საქართველოში განხორციელდებოდა რეალური თვითმმართველობა. რას ნიშნავს რეალური თვითმმართველობა? გამართულ ადმინისტრაციულ ტერიტორიულ მოწყობას, რომელიც საქართველოში არ არის. კიდევ რას ნიშნავს? პირდაპირ დემოკრატიას, რომელიც არ არის, იმიტომ რომ მერებისა და გამგებლების უმარტივესი გადარჩევის წესია. კიდევ რას ნიშნავს? დეცენტრალიზებულ ბიუჯეტს არ არის. დეცენტრალიზებულ ქონებას არ არის, ექსკლუზიურ კომპეტენციებს არ არის. მაშინ რა არის რეფორმა? არ არის რეფორმა. რატომ? იმიტომ რომ ერთი რომ არიციან და მეორე არ უნდათ. და ყველა საქმის გაკეთებას უნდა ორი რამე. უნდა იცოდე და უნდა გტკიოდეს, ანუ გაწუხებდეს, ანუ გინდოდეს. არც ერთი და არც მეორე მახასიათებელი სამწუხაროდ არ აღმოაჩნდა კოალიცია ქართულ ოცნებას. ამიტომ მივიღეთ სიცარიელე თვითმმართველობების სახით, რომლებიც უყურებენ ადგილზე გუბერნატორებს, რომლებიც არიან ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, ან კიდევ უფრო უკეთესად უყურებენ თბილისიდან ვის რას უწყალობებს მათ იმ სერვისების აღსასრულებლად, რაც თვითმმართველობის კომპეტენციაში უნდა შედიოდეს. მერებთან დაკავშირებით მინდა გითხოთ კიდევ, როგორც საუბარში აღვნიშნეთ, ძალიან მარტივად შეიძლება მოხდეს მერის გადაყენება. ეს ხო არ იყო წინასწარ ჩადებული, იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციური მერი არ რჩევა. მით უმეტესად ჩვენ გორში ვნახეთ ირაკლი ოქროშვილის პარტიის და ოცნების საკმაოდ დიდი ჭიდილი მერობის კანდიდატურაზე და დიდი შანსი იყო იმის, რომ ოპოზიციური მერი გამხდარა. არამარტო გორში, ძალიან ბევრ რეგიონში საქართველოს. გიორგი, ეს ჩემი როგორც ოპოზიციონერის ის კი არ არის მოსაზრება, რომ ნამდვილად ან არავინ გაეპაროთ ოპოზიციიდან მერად და გამგებლად და მერე იმის მოთვინიერებას არ მოუნდნენ, იმიტომ რომ ძალიან ცუდი მაგალითი იწვნია თბილისის უпроსტოდ საქართველოს პრეზიდენტის მაგალითს ივანიშვილმა და ერთგვარი მოთოკვის, მოკაჩვის მექანიზმი ამით ჩადო. ერთი ეგარ და მეორეა შეიძლება ოპოზიციონერი კი არ გაგეპაროს, შენი მერი აირჩიო და მერე ის აღარ დაგემორჩილოს. ამიტომ მან პირდაპირ ჩადო მარტივად მისი გაშვების მექანიზმი, რასაც პრეცედენტი არ აქვს მსოფლიოს მასშტაბით. პირდაპირ არჩეული მერის, გამგებლის და საერთოდ თანამდებობის პირის ასეთი ფორმით გაშვებას არ აქვს პრეცედენტი მთელ მსოფლიოში და გაგიჟდა ელემენტარულად ვენეციის კომისია, როდესაც ერთის მხრივ თქვა, რომ რა კარგია მერებს და გამგებლებს პირდაპირ ოირჩევთო და მერე წაიკითხა მუხლი, სადაც წერია, რომ საკრებულოს უბრალო უმრავლესობით არგუმენტაციის გარეშე შეუძლია ამ პირდაპირ არჩეული მერის გადარჩევაო. ეს არის პირდაპირ გეტყვით კონტროლის დაწესება, ეს ხელოვნური უხეში კანონით დაწესებული კონტროლის დაწესება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის ჩემი მოსაზრება. რეგიონალური ინფრასტრუქტურისა და რეგიონული მართვის მინისტრის მოადგილემ, რომელსაც გահქონდა ეს კოდექსი საქართველოს პარლამენტში და დაუსვეს კითხვა, რომ როგორ შეიძლება საკრებულოს მიერ მერის გადარჩევა, ეს პოლიტიკური დატვირთვის ჩანაწერიაო. პოლიტიკური დატვირთვის ჩანაწერი მე ასე მესმის, რომ ვინც მინდა ის უნდა იყოს და როცა აღარ მინდა ის უნდა გადავირჩიო.
ეს არის. ეს მან თქვა საქართველოს პარლამენტში. ეს ყველაფერი სტენოგრამულადაც შეიძლება გადამოწვდეს და ვიდეოებიც არსებობს ამაზე შეიძლება. როცა მინისტრის პირველი მოადგილე ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკური ჩანაწერი კანონში და ამით ამაყობს ხელისუფლება, რომ ეს არის რეფორმა თანაც რევოლუციურიო, მე ამას უცოდინრობაზე იქით სხვა ეპითეტს ვერ მიუსადაგებ. და ბოლო კითხვით მინდა თვითმმართველობასთან დაკავშირებით მოგმართოთ. თქვენ როგორც ოპოზიციური პარტია ხომ არ გაქვთ ინფორმაცია რეგიონებში მიმდინარეობს, ხა ბევრ რეგიონში უკვე დაწყებულია, ბევრ რეგიონში უკვე დასასრულისკენ მიდის, ეგრეთ წოდებული ტესტირებები, გასაუბრებები, ახალი კადრების ასაყვანად. ხომ არ არის რამე დარღვევები რეგიონებში, თუ გაქვთ ინფორმაცია, ძალიან ბევრ რეგიონში საქართველოს რა თქმა უნდა, მაქვს ეს ინფორმაცია, გიორგი, უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრა, რომ 2 დღის წინ ჩვენ გვქონდა ახალ მემარჯვენეებს ყველა რეგიონული ჩვენი ლიდერის და ერთობლივი გასვლა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ბაზალეთზე 2 დღე ვიყავით და მივიღეთ ინფორმაცია თუ რა ხდება ყველა რაიონსა და ქალაქში თვითმმართველობებში, მათ შორის ამ ეგრეთ წოდებულ ვაკანსიებთან და კონკურსებთან და რაღაც სერტიფიცირებებთან დაკავშირებით. მე ვიცი, რომ ეს ძალიან მტკივნეულად მიმდინარეობს ეს პროცესი. პირდაპირ ამოცანა, ესეც პოლიტიკური ამოცანა ადგილობრივ ხელისუფლებებს აქვს, რომ მისთვის არასასურველი კადრები გაუშვან და მისთვის სასურველი კადრები მოიყვანონ. ანუ ეგრეთ წოდებული პოლიტიკური წმენდა მიმდინარეობს და მე ვიცი კიდევ სხვა რამ, რამოდენიმე თვითმმართველობაში ვიცი სიები, რომელიც უდევთ ქართული ოცნების ადგილობრივ ლიდერებს პირდაპირ ადამიანებისა, რომლებიც უნდა დასაქმდნენ 2015 წლიდან, მათ შორის თბილისი. და როცა დედაქალაქში ეს ხდება, რომ ხალხი უნდა დავასაქმოთ, ათობით, ასობით გააჩნია ხო თვითმმართველობის ზომას, როგორც ესეთი, ხო? ქუთაისიდანაც მაქვს იგივე ინფორმაცია, რუსთავიდანაც მაქვს იგივე ინფორმაცია, შედარებით უფრო პატარა თვითმმართველობებიდანაც მაქვს. ამიტომ ეს არ არის ინდივიდუალური გამოვლინებები. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ვრცელდება ალბათ მეტნაკლებობით ყველა თვითმმართველობაზე და აი ამ სიების და მიხედვით უნდა მოხდეს დაკომპლექტება ახალი კადრებისა, ახალი შტატებისა ადგილობრივ თვითმმართველობებში, როგორც წარმომადგენლობითი აპარატში, ასევე აღმასრულების, ანუ როგორც საკრებულოებში, ისე მერიასა და გამგეობებში. ეხლა მე გეკითხები შენ რიტორიკულად. რა განსხვავებაა ნაციონალური მოძრაობის მიდგომასა და ქართული ოცნების მიდგომას შორის? ნაციონალური მოძრაობა ზუსტად ამ რიტორიკით მოვიდა, რომ ჩვენ პროფესიონალები გვინდა, ჩვენ როგორ ვენდობით წინა კადრებს, ამ დროს გატენეს თავისი ხალხით, რომლებიც შემდეგ საარჩევნო მანქანად გამოიყენეს, იგივე საკეთებს ახლა ქართული ოცნება. აი მითხარით პოლიტიკური ანატომიის თვალსაზრისით, სიღრმისეული მიდგომის თვალსაზრისით არის რაიმე განსხვავება ამ მიდგომებში? მაშინ როდესაც ჩინოვნიკი იმისა, აპარატის თანამშრომელი იმისა, რომ მას არ უნდა ეხებოდეს ეს რაღაც პოლიტიკური კატაკლიზმები. მისი სამუშაო უნდა იყოს სტაბილური. შეიძლება შეიცვალოს სადღაც მაღლა, მერი შეიცვალოს, გამგებელი შეიცვალოს, პოლიტიკური დატვირთვის თანამდებობები შეიცვალოს. მაგრამ ეს არ შეიძლება ეხებოდეს სპეციალისტს, უმცროს სპეციალისტს, მდივანს, მძღოლს და ასე შემდეგ. ეს არის ტოტალური წმენდა, რასაც ეხლა ანხორციელებს. მე ეჭვმეპარება, რომ ამასაც ცოტა ეს არაპროფესიონალურად განახორციელებს და რა მოყვება მე ამას უკვე თვითონ დავინახავთ, არ უნდა ამას დიდი წინასწარმეტყველება და რაღაც პოლიტიკური ნოსტრადამოსობა, ამას დავინახავთ ყველაფერს, მაგრამ ამოცანა არის ესეთი, რომ წმენდა მიმდინარეობს აბსოლუტურად პოლიტიკურად დატვირთული. ყველგან კიდევ ერთხელ მეორე. ბატონო, საუბრობდით ოცნებასთან დაკავშირებით თვითმმართველობებს და ასევე მინდა გთხოვოთ 2 წლიანი მმართველობა ქართული ოცნების შეაფასოთ. ჩვენ ძალიან ბევრი დაპირება მოვისმინეთ 2012 წელს, თუმცა ძალიან ბევრი აქედან არც განხორციელებულა. ხო, გიორგი, მე მგონი შენც ასე მიცნობდა ტელემაყურებელიც, ობიექტური ტელემაყურებელიც, რომ მე არ განვეკუთვნები პოლიტიკოსთა იმ კატეგორიას, რომელიც რადგან ოპოზიციაშია, მხოლოდ სულზე ლაპარაკობს. სწორი წელში გამართული მაშინ ხარ, როცა ობიექტური ხარ ოპონენტის მიმართ, შავზე შავს ამბობ, თეთრზე თეთრს ამბობ. ამიტომ რომ არ მოეჩვენოს ტელემაყურებელს ისე რომ ეს ოპოზიციონერია და მარტოც უცხედავს და კარგს არ ხედავსო, კარგიდან დავიწყე. და ვიტყვი იმას, რომ კოალიცია ქართული ოცნების და პირადად ბატონ ივანიშვილის უმთავრესი დამსახურება და მე ვიტყოდი ამ 2 წელიწადში ყველაზე დიდი დამსახურება იყო ის, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს არჩევნების გზით გაისტუმრა ის ხელისუფლება, რომელიც უნდა გაესტუმრებინა, რომელიც იმსახურებდა გასტუმრებას და რომელმაც უბრალოდ ხელში კი არ ამოუყვანა და თავი კი არ მოაბეზრა, არამედ თავი შეაზიზღა მოქალაქეებს
და ის არჩევნები იყო ამის გამოხატულება და კარგია რომ ეს ყველაფერი მოხდა არჩევნების გზით და ეს ერთნიშნულოვნად პირველი ყველაზე დიდი პლუსი კოალიცია ქართულ ოცნებას. არის მთელი რიგი მიმართულებები, სადაც უნდა ვთქვა რომ კოალიცია ქართული ოცნების გადაწყვეტილებები აშკარად იყო პოზიტიური. მაგალითად, იგივე საყოველთაო დაზღვევასთან დაკავშირებით, რომელიც იგრძნო მოსახლეობამ, საკუთარ თავზე იგრძნო, საკუთარი ხეირი ნახა, ამ კაიგაგებით, ანუ პლუსები მიიღო ხელისუფლების საქმიანობისგან და არაერთია მადლიერი დღესდღეობით ამით, შეიძლება ეს არ არის იდეალური, მაგრამ ეს აშკარად არის უკეთესი. მინდა ასევე ვთქვა, რომ აი სოფლის პროგრამით და ეგრეთ წოდებული აი აგრარული და სოფლის მეურნეობის, ასე ვთქვათ, სფეროში აშკარად თანხები მეტი წავიდა, ხოლო რამდენად ეფექტურად მოხდა ეს ყველაფერი, რამდენად მიზანმიმართულად გაკეთდა, რამდენად იმუშავებს ეს ეკონომიკის ზრდაზე, ამას პროცესი გვაჩვენებს, ამას ახლა რამოდენიმე თვეში და თუნდაც 1-2 წელიწადში ესე პირდაპირ ვერ იტყვი, მაგრამ ნუ ცხადია, რომ ამ მიმართულებით დაფინანსება გაჩნდა უფრო მეტი და ამის ართქმა და არ აღნიშნა ნამდვილად არ შეიძლება. ამავე საკითხთან ჩამონათვალში ვიტყვი იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იყო გატანჯული იმით, რომ მუდმივი მოსმენები, მუდმივი ზეწოლები, ბიზნესის დევნა, წართმევა, პოლიტიზირება, მათ შორის პოლიციის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს იმ დოზით აღარ არის. მე არ ვიტყვი რომ აღარ არის მეთქი, არავინ აღარ არის. მოსმენების კანონთან დაკავშირებით ჩვენ ნახეთ. ხო, რა თქმა უნდა, მე იმას არ ვიტყვი ახლა რომ არავინ არაფერს არ უსმენს, ხო ხედავ ამბრაზურასავით გადაეფარნენ ამ მოსმენების კანონს, გასაღები ხელიდან ვერ გააგდებინეს ჭიკაიძეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რაც როგორც მინიმუმ ეჭვს აღძრავს, რატომ უნდოდა ასე ძალიან და სარჩულად დაუდრეს ქვეყნის უსაფრთხოება. ნუ ეგ შეიძლება მოატყუო ვიღაცას, ვინც აზრზე არ არის და ახლა მაგას არავინ არ ჭამს, ვისაც ოდნავ ესმის პოლიტიკა და სახელმწიფო ინსტიტუციები, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურები. მაგრამ ნუ არის იქაც ხო პოზიტივები, განსაკუთრებით ბიზნესის მეტნაკლებ ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ბიზნესი მაინც არ არის თავისუფალი, ბიზნესი მაინც დაშინებულია, შეიძლება ძველი აქვს გამოყოლილი და იგი ვერ გაუნთავისუფლდა და ამის ერთადერთი ყველაზე უფრო კარგი საზომი, ერთადერთი არა, ერთ-ერთი ყველაზე კარგი საზომი გახდა ის, რომ არც 2013 წლის საპრეზიდენტო და არც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თეთრი არ ჩაუდია ოპოზიციის მიმართულებით არც ერთ ბიზნესს. როგორ დავიჯერო ეხლა რომ ასეულობით კომპანიას არც ერთი ოპოზიციური პარტია არ მოეწონა რომ მის დაფინანსებისთვის რაღაც მიეცა და ყველა დაჯარდა და ისევ კოალიცია ქართული ოცნების დაფინანსებას მიიღო ხელი. ეს არის ერთგვარი საზომი, რომელიც ბიზნესის თავისუფლების ერთგვარ ბარომეტრად უნდა გამოდგეს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც შევადარებ იმას, რაც იყო წინა ხელისუფლების პირობებში და პირდაპირ ვამბობ, რომ ეს არის პოზიტიური ნაბიჯები, რომელიც არ დანახვაც არ შეიძლება და რომელიც დადებითად უნდა შეფასდეს. მაგრამ არის მთელი რიგი მიმართულებით უარყოფითი, ასე ვთქვათ, შტრიხებსაც ვერ ვიტყვი, უარყოფითი ტალღები თუ შეიძლება ასე ითქვას ქვეყანაში. მე ამას რამოდენიმეს გამოვყოფ, რაც უფრო მსხვილია. პირველ რიგში მე ვიტყვი საგარეო პოლიტიკას და საგარეო პოლიტიკაში აშკარად ქართული ხელისუფლების, საქართველოს ხელისუფლების აქცენტები, პასაჟები, პოზიციები, დეკლარირებები და ასე შემდეგ არის მკვეთრად არათანმიმდევრული. ხან ვამბობთ, რომ საქართველოს და უკრაინის პრობლემას ერთმანეთთან კავშირი არ აქვს, ხან ვამბობთ, რომ უკრაინის პრობლემა 8 აგვისტომ 2008 წლისამ გამოიწვია. ხან ვამბობთ, რომ პირველ ეტაპზე განსაკუთრებით, რომ რუსეთში პუტინი ცდილობს დემოკრატიას, მერე ვამბობთ, რომ პუტინი, ნუ ვინც არის ობიექტურად იმას ვაფასებთ. ხან ვამბობთ, რომ დათბობის პოლიტიკა, ასე ვთქვათ, კონსტრუქციული პოლიტიკა იმედიანია საქართველოსთვის და ქართული ხელისუფლება ასე უყურებს ამას, მერე უცებ ვაცხადებთ, რომ არ ელოდებოდა მის ანალიზში არ შედიოდა ბატონი ივანიშვილის განცხადება მსხვერპლობაში, როდესაც მან თქვა, რომ მის ანალიზში არ შედის რუსეთის ქმედება მართულ ხლართებთან დაკავშირებით და რა ვქნათ ახლა ჩვენ ანალიზი რომ შეეშალა ბატონ ივანიშვილს საქართველოს რა ქნას მე ასე დროს. ან დაუშვათ ღარიბაშვილის განცხადება, რომ ის გაოცებულია და ასე ვთქვათ, გულ დაწყვეტილია
რუსეთის იმ ნაბიჯებით, რასაც ქვია აფხაზეთთან ეგრეთ წოდებული თანამშრომლობის ხელშეკრულება და რა ვქნათ ახლა ღარიბაშვილის გაოცებითა და გულისწყვეტით რასაშველი ქართულ სახელმწიფოს. ეს არ არის თანმიმდევრული დამოკიდებულება საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, მცდარია ხშირ შემთხვევაში თუ დანაშაულებრივი არა, ყოველთვის წლების განმავლობაში ქართული პოლიტიკა, ქართული პოლიტიკური აზრი ამბობდა, რომ იმ დაპირისპირების გამო რაც გააჩნია საქართველოს არ შეიძლება რუსეთთან, არ შეიძლება ის დარჩეს მარტო ერთ-ერთზე რუსეთთან. გარეშე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გარეშე საერთაშორისო აქტორებისა მსოფლიოში ამ დროს რა შევქმნით აბაშიძე კარასინის ფორმატი, რომლებიც ერთის მხრივ აფხაზეთთან გიდებს ხელშეკრულებას და მიაქ აფხაზეთ და მეორეს მხრივ შენ ელაპარაკები ყურძენზე და ვაშლზე. ესე იგი იმაზე გეუბნება რომ ამაზე ვერ შევთანხმდებით და კარასინმა პირდაპირ თქვა რომ ჩვენ ამ თემაზე ვერ შევთანხმდებით და მე მეორე საკითხად განიხილეს ასე ვთქვათ ვაშლზე და კარტოფილზე და ემაზე რა ვქო ყურძენზე საუბარი. რა შეიძლება დავარქვათ კახეთ-ავარეთის გზის მშენებლობას ან აფხაზეთში რკინიგზის აღდგენას. ჭკვიანი კაცი ხარ, შენ დიდი ხანია გიცნობ, ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტი? არა, ეს პოლიტიკური პროექტებია. ისე როგორც თავის დროზე როკის გვირაბი არ იყო ინფრასტრუქტურული პროექტი და ის იყო პოლიტიკური პროექტი, რომელმაც ძალიან ცუდად იმუშავა, მათ შორის 2008 წლის 8 აგვისტოს, ზუსტად ასეთი დატვირთვის არის ერთის მხრივ კახეთ-ავარეთის საავტომობილო გზა, რომელსაც რუსეთი აქტიურად ლობირებს, მეორეს მხრივ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა, რომელიც გაჩნდა ამ ბოლო დღეებში და მესამე, აგერ სულ ახალი ცხელ-ცხელი თემა, რომ პუტინი ჩავიდა თურქეთში ენერგომატარებლების რეალიზაციაზე უნდა ესაუბროს ერდოღანს, ოღონდ ერთი კვირით ადრე, აქ ერთ-ერთი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც აღარ მარავს ღია რუსობას, როგორც ასეთი ამბობს, რომ როგორმე ამ პროექტში საქართველოს უნდა ჩართოთო. რუსულ, თურქულ, ქალბატონ ბურჯანაძეს. თვითონ ამბობს ამას, მე როგორ უნდა დავმალო ეს ყველაფერი. ამიტომ საგარეო პოლიტიკაში ხუთბალიანი სისტემით რომ შევაფასოთ, მე არ ვარ ისე ახალგაზრდა 10 ბალიანი სისტემით რომ ესწავლა სკოლაში და ესე ხუთბალიანით რომ შევაფასოთ, ორიანს დაუწერდი ამ ხელისუფლებას მიუხედავად ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა. ზუსტად ამასთან დაკავშირებით უნდა დამესვაკითხვა და შევეხეთ კიდეც. საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ჩვენ გვესმის ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისაგან განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობისგან, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაუხვია პროდასავლურ კურსს. მიუხედავად იმისა, რომ არის ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულებაზე და ჩვენ რამდენიმე თვის წინ ნახეთ იგივე თავისუფალი დემოკრატების გამოსვლა კოალიციიდან ძირითადი სამი მინისტრის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით იყო ქალბატონი მაია ფანჯიკიძე, ირაკლი ელასანი და ალექს პეტრიაშვილი და ზუსტად ამასთან დაკავშირებით საუბრობდნენ იმაზე, რომ ამ სამი მინისტრის დაკლებით საქართველოს საგარეო კურსს შეექმნება საფრთხე უკვე. თქვენ როგორ ფიქრობთ, არის თუ არა იმის საფრთხე, რომ რაც მოხდა დაუშვათ უკრაინაში, იგივე მოხდეს საქართველოში და ქართულმა ხელისუფლებამ უარი თქვას პროდასავლურ კურსზე? აუცილებლად უპასუხებ გიორგი ამ კითხვას, უბრალოდ ბოლოს იქნებ სადღაც წუთნახევარი 2 წუთი იმისთვის დამითმო, რომ ერთი მთავარი მინუსი კიდევ გავაანალიზო ამ ხელისუფლებისა, რაც მიმაჩნია ყველაზე უფრო ცუდ ნამოქმედარად კოალიცია ქართული ოცნებისა. რაც შეეხება თქვენს კითხვას საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლასთან დაკავშირებით და ნაციონალური მოძრაობის შეფასებასთან, ვისვის და ნაციონალურ მოძრაობას მაინც და მაინც ბევრი სალაპარაკო ამ თვალსაზრისით არ აქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ვინმეს რაღაცა დღეს ეშლება, მან პირწყალი უნდა ჩაიგუბოს და არაფერი არ უნდა თქვას. რა მაქვს ხედულობაში, რომ ბევრი არ აქვს სალაპარაკო. ნაციონალური მოძრაობა ბევრს ლაპარაკობდა დასავლეთთან ინტეგრაციაზე, ნატოზე, ევროკავშირზე, რაღაც ღირებულებებზე, ფასეულობებზე, მაგრამ საქმით აკეთებდა აბსოლუტურად სხვა რამეს. აბსოლუტურად სხვა რაღაცას. დაწყებული დემოკრატიიდან, გაგრძელებული ადამიანის უფლებებით, გაგრძელებული ბიზნესის თავისუფლებით, გაგრძელებული საარჩევნო თემატიკით, გაგრძელებული სასამართლოს არათავისუფლებით, როგორც ეს ყველაფერი არის ფასეულობები, რომელიც არის სისხლხორცეული დასავლეთისთვის, დასავლური სტრუქტურებისთვის, ევროკავშირისთვის, ნატოსთვის და რომელიც იყო განოლებული სააკაშვილის ხელისუფლების დროს. მას შეიძლება უთხრას და მიუთითოს დღეს ის არათანმიმდევრულობა, მაგრამ თვითონ რასაც აკეთებდა ის ხوار უნდა დაავიწყდეს. ამიტომ თვითონ ერთს ლაპარაკობდა, მეორეს აკეთებდა, რამაც ეფექტურობა ვერ შეძინა ქართული სახელმწიფოს დასავლური სტრუქტურებისკენ სვლასა და ინტეგრაციას. მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ თავისუფალმა დემოკრატებმა გამოსვლის დროს თქვეს, რომ საფრთხე აქვს დასავლურ კურსს,
შეიცვალა 3 მინისტრი და ზუსტად ის მინისტრები, რომელიც პირდაპირ ასოცირდებიან საგარეო პოლიტიკასთან. გახშირდა კრიტიკული რეზოლუციები, რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ქართული სახელმწიფოს კურსთან დაკავშირებით, როგორც ასეთი, ეს არის მოცემულობა და ეს არის ფაქტი. მე ვიქნებოდი ზომიერი ჯერ ამ კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან და ვიტყოდი, რომ ის არის არათანმიმდევრული, ის არის არასისტემური. შენ როცა დღეს ერთს ამბობ, ხვალ მეორეს და ეს ორი ერთმანეთს არათუ არ ჰგავს, უბრალოდ ეწინააღმდეგება და ამას იმეორებ პერმანენტულად და ამას ყოველ ნაბიჯზე ვაწყდები, როგორც ესეთი ვამბობ, რომ ან შეგნებულად აკეთებ ამას, რომ ეფექტური არ იყოს ეს შენი ნაბიჯები. ან უბრალოდ არც ეს არ გესმის, რომ ერთ ნაბიჯს უნდა მოაყოლო მეორე იმ მწყობრობის ნაბიჯი, მეორეს მესამე და შემდეგ უნდა მიიღო ამის შედეგი. და როდესაც პოლიტიკური ალთაბალთაში ხარ საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან დაკავშირებით, ხან დემოკრატია პუტინი და ხან დამპყრობელი, ხან უკრაინის თემა შენი სიხორცეულია და ხან არაფერი არ აქვს საწინააღმდეგო მასთან. ხან ისე და ხან ასე, არ შეიძლება ასეთი ტიპის მოქმედებისგან ეფექტურობას ელოდო. ეს არის ამ ხელისუფლების ბრალი და იცით რა, საიდან მოდის ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, გარდა დაბალ კვალიფიციურობისა, ეს მოდის კოალიცია ქართული ოცნების ეკლექტურობიდან. მასში გაერთიანებული იყო 6, დღეს 5-ია პოლიტიკური ორგანიზაცია და კრილოვის კვარტეტში შეშურდება ისეთი აზრთა სხვადასხვაობა ამ კოალიციაში რომ არის, მათ შორის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. და რა უნდა გვიკვირდეს ასეთ ფონზე, რომ დღეს ერთი თქვან და ხვალ მეორე. ამიტომ არის ის, რაც დღეს არის, ამიტომ არის, რომ ისე ეფექტური ვერ არის. კი ბატონო, აგერ 18-ში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოხდება ევროპარლამენტში, თუმცა იქვე ევროპარლამენტი მიიღებს საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციას და მოდით ყურადღებით წავიკითხოთ, როცა გამოვა ეს რეზოლუცია დღის სინათლეზე, რას წერენ დადებიც და რას წერენ უარყოფით. ოღონდ, ხელისუფლებას ამ ბოლო დროს დასჭემდა ერთი თვისება. რაღაც რეზოლუცია რო არის დაუშვათ სიტყვაზე ერთი 20 აბზაციანი, დაიჭერენ 3 აბზაცს, სადაც პოზიტივებზე ელაპარაკენ და მარტო იმას კითხულობენ. და დანარჩენ, სადაც ნეგატივებზეა, იმას კი არ კითხულობენ იმისთვის, რომ მე გამოასწორონ. არა, უბრალოდ იქ თვალები აქვს დახუჭული. ისე როგორც ოპოზიციის ერთი ნაწილი მარტო ნეგატივებს კითხულობს და პოზიტივებს არ კითხულობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე განვეკუთვნები ოპოზიციის იმ კატეგორიას, იმ პარტიასთან ერთად, რომელსაც ამ წუთში მე აქ წარმოვადგენ, რომელსაც შეუძლია დაინახოს კარგიც და ხმამაღლა თქვას, რომ ეს არის კარგი და დაინახოს ცუდიც და ესეც ხმამაღლა თქვას, რომ ეს არის ცუდი. მე ვარ იმ პარტიის წარმომადგენელი გიორგი, რომელმაც 2008 წლის 8 აგვისტოს დილის 11 საათზე, როცა საქართველოს ჯერ კიდევ შეტევაზე იყო გადასული და ლამის ცხინვალში იყო შესული და ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები მომზადებულები იყვნენ, რომ ფეხის გადაბრუნების შემთხვევაში ხელისუფლებას დატაკებოდნენ ყელში, გამოვიდა და თქვა, რომ არ არის ახლა კილიკის, არ არის ახლა დაპირისპირების, არ არის ახლა ზურგში დანის დარტყმის მომენტი და მორატორიუმი დროებით ამ ხელისუფლებას. მაგრამ ორი თვის მერე პირველი იყო ჩვენი პარტია, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ ომი წავაგეთ და ეს არის ხელისუფლების ბრალი და ეს უნდა მოეთხოვოს სააკაშვილსო. ამიტომ ხშირად ისჯება ასეთი პოზიციის მატარებელი პოლიტიკური პარტია, მაგრამ არ ვიტყვი ვინ, მაგრამ ერთმა ძალიან მაღალმა ავტორიტეტმა საქართველოში პირდაპირ თქვა, რომ ეს არის სასიამოვნო ხვედრი, როცა ასეთი მისია გაკისრიაო. თუმცა მარტო ამ მისიით და მარტო ამ ხვედრით პოლიტიკოსი ბუნებრივია ვერ დაკმაყოფილდება. ბატონო, ასევე მინდა გითხოთ, საკადრო ცვლილები განხორციელდა საქართველოში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და სახელმწიფო კანცელარიაში და ძირითადად როგორც საუბრობენ, ეს იყო ღარიბაშვილის თანაგუნდელები და ღარიბაშვილის გარემოცვა. ხომ არ ხდება ღარიბაშვილის შევიწროებაც ისე როგორც მოხდა დაუშვათ პრეზიდენტის და ბატონ ბიძინაშვილის დაპირისპირება იგივე ხონავერად. მესმის ახლა შენ ჟურნალისტი ხარ. ღარიბაშვილი ივანიშვილს. შენ ახლა ჟურნალისტი ხარ და რაღაც თეთრზე სვავ კითხვას. ხომ არ არის ეს რძე, ხომ არ არის თეთრიო? აბა რა არის ახლა? ეს რომ დაპირისპირების გამოხატულება იყო ოღონდ გაფორმდა რაღაც ვიღაცა დაიღალა 27-38 წლის ახალგაზრდები დაიღალნენ თურმე ხელისუფლებაში ყოფნით და 58 და 60 წლის და 75 წლის ადამიანები დაუღლელად ისევ აგრძელებენ. ყველამ თითქმის ერთდროულად აწერა განცხადება და გადადგა. გიორგი, ეს არის მარტივი თემა.
მე უბრალოდ ერთი რამით მინდა დავიწყო. თქვენ გახსოვთ ალბათ, როდესაც ერთხელ კითხეს ბატონ ივანიშვილს, რომ აი პრემიერი ღარიბაშვილი რჩევებს თუ გეკითხებათ და აზრს თუ გთხოვთ, დაუშვათ იგივე საკადრო პოლიტიკაშიო და მან აღნიშნა, რომ კულტურის მინისტრზე მითხრაო და ხა კულტურის მინისტრი მე რაში მაინტერესებს, უფრო სერიოზული სამინისტროებზე ვიძლევი მე რეკომენდაციებს, მაგალითად ეკონომიკის და მაგალითად შინაგან საქმეთავ. ნუ ეხლა ის რომ შეურაცხყოფა იყო ამ ფრაზით კულტურის სამინისტროს და ზოგადად კულტურის სფეროში, ეს ერთი უბედურებაა, მაგრამ ნუ ცოტა ხნით ამას შევეშვათ. მან ამით თქვა პირდაპირ, რომ არსებობს პრიორიტეტული მიმართულებები ქვეყანაში მისთვის. ეკონომიკა და ძალოვნები. აბა დააკვირდით ახლა საკადრო ცვლილებები სად განხორციელდა? სპორტის სფეროში ხო არ განხორციელებულა? არც განათლებაში, არც კულტურაში არ განხორციელებულა. განხორციელდა ძალოვან სტრუქტურებში და განხორციელდა ეკონომიკურ სტრუქტურებში. და განხორციელდა იცით რა დონეებზე? საშუალოზე კიდევ უფრო ქვევი, დეპარტამენტის უფროსები, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი. გავლენიანი ახლა სუსის უფროს რომ მოხსნი, გენინსპექციის უფროს რომ მოხსნი, ინფრასტრუქტურის სამინისტროში მოადგილეს რომ ჩასვავ ტენდერების მიმართულებით, სახელმწიფო კანცელარიაში რეგიონალური მართვისა და ეკონომიკის მიმართულებით რომ ცვლილებებს განახორციელებ. ეს ხო პირდაპირ ნათელი ხა ჩვენ ერთ დღეს როგორ დავიჯერო რომ 10 კაცს ერთად მოუნდა, ჯერ ერთად დაიღალა და მე ერთად მოუნდა რომ თანამდებობები დაეტოვებინათ, ხო? ეს პირდაპირ არის ბატონ ივანიშვილის მიერ კონტროლის მკაცრი მექანიზმის დაწესება დღევანდელ ხელისუფლებას და უშუალოდ პრემიერ-მინისტრზე, ერთმნიშვნელოვანი. ესენი არიან ივანიშვილის ODR-ები, ჩასმული ყველა სტრუქტურაში, რომლებმაც უნდა აკონტროლონ ძალა, ანუ ძალოვანი სტრუქტურები, კონტროლირებადი უნდა გახადონ მისთვის და მეორეს მხრივ ეკონომიკა და ფინანსები. ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია, ხლა რატომ დაიმსახურა ეს უნდობლობა, რა იყო, როგორ იყო, ეს სხვა თემაა, როგორც ასეთი, მაგრამ ეს იყო ასე ვთქვათ, კონტროლზე აყვა, განსაკუთრებულ კონტროლზე აყვანა ბატონი ღარიბაშვილისა. ერთი პოზიტივი კი ქონდა ამას, რომ ღარიბაშვილი ვეღარ არის ისეთ თავაწეული, ყინჩად ვეღარ მოქმედებს, როგორც ესეთი, იმიტომ რომ საკმაოდ ცუდი კამპანიური ხასიათის რამ განხორციელდა. მე ვიტყოდი მის საწინააღმდეგოდ, უფრო მეტად ივანიშვილის საკონტროლებლად სიტუაციისა და მეწეღან გთხოვე რომ რაღაცა წუთნახევარში მეთქი რაღაცას ვიტყვი ყველაზე დიდ ნეგატივს მეთქი რაც აქვს ამ ხელისუფლებას და ახლა მივედი მე მგონი იმ წერტილზე. რაც არ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში. ყველაზე ცუდი მაინც ის არის რომ ქვეყანამ ინსტიტუციონალური მართვის ფორმა და მექანიზმი და მეთოდი დაკარგა. ადრე იმას ვამბობდით რომ პრეზიდენტი წვეთდა ყველაფერს. სააკაშვილის დროს, ხო? კორპუსებს რომ ღებავდნენ, იმის ფერებსაც სააკაშვილი ადგენდა. შადრევანის დადგმა რომ უნდათ, იმ შადრევანის არქიტექტურას და ადგილმდებარეობასაც პრეზიდენტი წვეთდა და იყო ერთი უკიდურესობა და უბედურება. ეხლა გამოდის ისე რომ პრეზიდენტიც ყავს, პრემიერიც ყავს, პარლამენტიც ყავს, მინისტრთა კაბინეტიც ყავს, რომ გადაწყვეტილებას იღებს ადამიანის სტატუსით მოქალაქე, როგორც ასეთი და ეხლა თუ ვინმე ჭკუათმყოფელს საქართველოში ეს არ ჯერა, ოღონდ გულის სიღრმეში ესა. გასაგები ახლა ოცნების წარმომადგენელი რო არ იტყვის ამას რომ მართალი ხარო. იმიტომ რომ ზღაპრის არ იყოს, ჩემ შვილს ხო არ მოუჭრი თავსო. ამას არ იტყვის. მაგრამ დღეს ხომ ყველამ ძალიან კარგად იცის რომ ეს ყველაფერი ასეა. აქ ორი რამ არის პრობლემა. პირველი ის რომ არ დაბადებულა დედამიწის ზურგზე ადამიანი რომელმაც ყველაფერი იცის უშეცდომოდ. და არც ივანიშვილი განეკუთვნება ამ კატეგორიის ადამიანებს, რომ მან იცის ყველაფერი და ის არის უშეცდომო და მეორე სახელმწიფოში უნდა ფუნქციონირებდეს გამართულად ინსტიტუციები. პარლამენტმა უნდა იცოდეს მისი საქმე, მთავრობამ უნდა იცოდეს მისი საქმე, პრეზიდენტმა უნდა იცოდეს და მისმა ადმინისტრაციამ მისი კომპეტენცია და მისი ადგილი კანონით მონიჭებული და საზოგადოებრივმა სექტორმა და მოქალაქემ რაოდენ დიდი ღვაწლიც არ უნდა ჰქონდეს მას ქვეყნისა და ერის წინაშე, უნდა იცოდეს მისი ადგილი და მისი საქმე. მე ადრეც მithქვამს, შემდეგ კი გაიმეორეს ცალკეულმა პოლიტიკოსებმა, მაგრამ მე ადრე ვთქვი ეს ყველაფერი, როდესაც დისტანცირდა ბატონი ივანიშვილი ხელისუფლებიდან, მაგრამ ფაქტობრივად მაინც დარჩა ხელისუფლებაში, ასე დისტანცირებას ჯობია ის მოbrunდეს ხელისუფლებაში. მოგვიანებით ეს გაიმეორეს ახლო წარსულშიც, ხო? რა თქმა უნდა ჯობია. იმიტომ რომ შენ ერთისფრი პასუხისმგებლობა არ გაქვს. რამე იყოს ეთქვი რომ მე მოვიგე არჩევნები ერთ წელი ვიყავი, წავედი, ხო კარგად იყავით, მოკითხეთ სხვებს. პასუხისმგებლობა არ გაქვს, მაგრამ მეორესფრი უფლება დე ფაქტო გაქვს ყველაფრის, აბსოლუტურად. ასე დროს ჯობია პასუხისმგებლობაც დაიბრუნო, ჩემო კარგო. თუ მაინც და მაინც ასე გინდა,
ხო არ არის საინტერესო შენთვის პოლიტიკის სფერო, მისივე განცხადებას რომ არ მაინტერესებს, არ მომწონს ეს პოლიტიკა, მაგრამ მაინც ხარ ხო მაშინ. ამიტომ კეთილი ინება და პასუხისგებლობას დაიბრუნე. ბოლომდე მიიყვანე სათქმელი, საქმე, გასაკეთებელი აბსოლუტურად და მე მართლა დისტანცირდი. თუ მიდიხარ მართლა წადი. იმიტომ რომ შენ არ ღვევ თავალ რაღაცას. ქვეყნის მართვის სქემას არ ღვევ. ქვეყნის მართვის სოფლიოში და ყველა ნორმალურ ქვეყანაში აღიარებულ ფორმებს არ ღვევ და გინდა შემოიტანო რაღაც კლანურ მაფიოზური მომენტი რომ ჩემთვის ვზივარ და აი აქედან ვიძლევი ასე თქვა დავალებებს და აბა ერთი ვინა რომელი ხართ კარგი ბიჭი და არ დაემორჩილოთ ამ დავალებებს და მივიღეთ ის რაც მივიღეთ ეგრეთ წოდებული საკადრო წმენდა და ბოლოს ერთ სვიტყვი უბრალოდ გიორგი რომ 25 წელი ვარ ქართულ საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად. ისე არა, გარედან რომ უყურებენ და ინფორმაციას აქტიურად, აი შიდა სიტუაციებში და ასე. მე არ მახსოვს პრეცედენტი ამ 25 წლის განმავლობაში შევარდნაძის ხელისუფლების, გამსახურდიას ხელისუფლების დროს, შევარდნაძის ხელისუფლების დროს, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, რომ ადამიანი თანამდებობიდან გაეშვათ ასეთი ტიპის მგლის ბილეთით, როგორითაც გაუშვეს ჯანყარაშვილი. ჯანყარაშვილთან საერთოდ არანაირი შეხება არ მაქვს და მე არც გულშემატკივრად გამოვდგები და მით უმეტეს არც ადვოკატად, მაგრამ ადამიანს უშვებ სამსახურიდან და იქვე პარტია აკეთებს განცხადებას. ის აღარასდროს აღარ იმუშავებს საჯარო სექტორში. ესეთი რა მე არ მახსოვს ელემენტარულად. თან საიდან გაუშვეს პარტიული სტრუქტურიდან. ეს იყო ასე ვთქვათ გაბრაზების, გაგულისების რაღაც პიკი რომელმაც ასეთი განცხადებაც კი გამოაცხობინა ბოლოს კოალიცია ქართულ ოცნებას. ამიტომ ესმენდა რაც იყო თქვი, ყველაზე ცუდი იმ კარგებთან ერთად რაც დღეს ხდება, ეს არის აი იმ საგარეო პოლიტიკასთან შედარებითაც კი ის მაინც არის ერთ დღეს ერთს ამბობენ კარგს და მეორე დღეს მეორე სულს თუმცა მთლიანობაში მაინც გაურკვევლობა ჩნდება, ხო? ყველაზე ცუდი ის არის, რომ სახელმწიფომ დაკარგა ქვეყნის მართვის სწორი ფორმა. ინსტიტუციონალური განვითარების ფორმა და ის ადამიანის დებასურვილებს ექვემდებარება ახლა უკვე სხვანაირ სტილში. ადრეც ექვემდებარებოდა, მაგრამ ადრე ის ადამიანი სტატუსში იყო, ხო? ბოლო-ბოლო ერქვა პრეზიდენტი, რომელიც კანონით იყო რაღაცის უფლების მატარებელი. დღეს ეს ყველაფერი ხდება de facto, რომელიც უფრო რაღაც მაფიოზურ კარტელს უფრო მაგონებს და მახსენებს, ვიდრე დაუშვათ ქვეყნის მართვის 21 საუკუნისათვის შესაძლებელი ფორმას. ფაქტი რომ ჩვენი დრო დასრულებულია, მაგრამ ერთი კითხვით კიდე მინდა მოგვართო და მოკლედ რომ ვიპასუხო. თქვენი შეფასება მაინტერესებს საკადრო პოლიტიკაზე ვსაუბრობდი და ამჟამად უფრო უკრაინასთან დაკავშირებით ყოფილი მაღალი ჩინოსნები გუშინ მე თვითონ ვკითხულობდი, არ ვიცი ამდენად დადასტურებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რომ დაინიშნოს გენერალ პროკურორად. ხო, მე იცით რა არის, მე ზოგადად ვიტყვი ჩემს მოსაზრებას, ასე ვთქვათ, კადრების იმპორტზე. მე არ მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი ფორმა. რომ არა უცხოეთიდან ჩაყვანილი მინისტრები უკრაინა თავის თავს ვერ მოუვლიდა. ეს ყველაფერთან ერთად ცოტა შეურაცხყოფელიც არის. პირდაპირ ვიტყვი, რომ ესე იგი უკრაინაში ვერ მოიძებნა რეფორმატორი ადამიანი, ვერ მოიძებნა კვალიფიციური და პროფესიონალი ადამიანი, ვერ მოიძებნა სანდო ადამიანი, რომელიც განახორციელებს უკრაინელი, უკრაინის მოქალაქე და რომ არ გამოეცხოთ ეს მოქალაქეობა ადამიანი. მე არ ამაქვს მხოლოდ ქართველებზე საუბარი, ვიღაც იქ მე მგონი ლიტველი, ვიღაც ამერიკელი და ასე შემდეგ. იმპორტული მთავრობა ეყოლება უკრაინას და ნუ ცოტა უკრაინულიც, როგორც ასეთი, მე საერთოდ ამ მიდგომას მაინდა-მაინც მხარს არ ვუწევ. სხვა საკითხია, როცა მოგყავს მრჩეველი კონსულტანტი. ეს გასაგებია. მაგრამ როცა სტატუსში შეგყავს უცხო, ნუ წარმოიდგინე ახლა რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახური. ყველა სამინისტროა, ხო? ყველას თავის სეგმენტია, ყველას თავის პასუხისმგებლობა აქვს, ყველას თავის ადგილი და როლი აქვს. შეიძლება რომ ქვეყნის უშიშროების სამსახურის უფროსი იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც გუშინ გამოუცხვეთ ჩვენი მოქალაქეობა. ან დაუშვათ რაღაც ფინანსთა მინისტრი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ასე შემდეგ. მიმაჩნია, რომ ეს არ არის სწორი, მაგრამ ეს მათი საქმეა, როგორც ასეთი. ორი კონკრეტული გადაწყვეტილება ბატონ კვიტაშვილზე და ქალბატონ ზღულაძეზე მიღებულია და როგორც ჩანს, ეს მათი არჩევანია უკვე. რაც შეეხება ახლა სააკაშვილის პროკურორობას, ამას არ ვუყურებ მე სერიოზულად, იმიტომ რომ სააკაშვილი არ არის ის პოლიტიკური ცხოველი,
და ეხლა პოლიტიკური ცხოველი ნუ ეგონება ნუ რა ვიცი რომ მე მას შეურაცხყოფას ვაყენებ თვითონ სააკაშვილს უყვარს ეს ტერმინი პოლიტიკური ცხოველი რომელიც ეხლა უკრაინის გენპროკურორობას ასე ვთქვათ დათანხმდეს მაშინ როცა პირველ ვიცე-პრემიერობაზე თქვა უარი და განაცხადა რატომაც თქვა ეს ყველაფერი ამიტომ მე ამას არ უყურებ სერიოზულად და მთლიანობაში აი ამ მიდგომას უკრაინისას იმპორტირებულ მინისტრებთან დაკავშირებით უფრო ასე შევხედავდი. აქაც არ ვიჩქარებდი და არ დავსვავდი დღესვე რაღაც ბეჭედს უარყოფითი დამღით და ვიტყოდი რომ დავიცადოთ ცოტა ხანს და უკრაინა თვითონ დაინახავს რამდენად გაუმართლეს იმპორტირებულმა მინისტრებმა. მე ყოველ შემთხვევაში ამას არ უყურებ პოზიტიურად და იმედიანად. თუმცა უკრაინის ძალიან კეთილის მსურველი ვარ, ჯერ ეს ერთი იმიტომ რომ მიყვარს ეს სახელმწიფო ეს სიყვარული კიდევ უფრო გაამძაფრა ბოლო პერიოდმა და მათმა ბრძოლის უნარიანობამ და მეორეც მარტო არ ვართ რუსეთთან ბრძოლაში და ამიტომაც ვარ თანაგრძნობით მათდამე გამშვალული. დიდი მადლობა ბატონო გასტუმრობისათვის. ჩვენი პირველი ბლოკი დასრულებულია, ჩვენ რამდენიმე წუთში მეორე ბლოკში ისევ დავბრუნდებით. მოგესალმებით, ჩვენ მეორე ბლოკში ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმრები არიან საქართველოს ახალგაზრდა პრეზიდენტი ქეთევან ონიანი, საქართველოს ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი რატი რატიანი და საქართველოს ახალგაზრდა განათლების მინისტრი ნინო ოხანაშვილი. მოგესალმებით, დიდი მადლობას მოგახსენებთ სტუმრობისათვის. პირველ რიგში მინდა დავიწყო პირველი კითხვით. საიდან გაჩნდა იდეა რომ ჩამოყალიბებულ თქვენ ხართ სტუდენტები როგორც ვიცი და საიდან გაჩნდა იმის იდეა რომ ჩამოგეყალიბებინათ არასამთავრობო ორგანიზაცია და არა მარტო არასამთავრობო ორგანიზაცია აი ესეთი ფორმა რაც დღეს გაქვთ ანუ პრეზიდენტი პრემიერი და თითქმის მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა. მოგესალმებით პირველ რიგში მესალმებით სრულად საქართველოს დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ეს ხელმოწერისთვის. პირველი იდეა წამოვიდა ქალტონ ქეთევანისგან რომელიც გახლავთ საქართველოს ახალგაზრდა პოლიტიკოსების დამფუძნებელი. შემდგომ ამისა განვითარდა და ჩამოყალიბდა ასეთი პროექტი საქართველოს ახალგაზრდა მთავრობა, რომელიც გახლავთ დღევანდელი მთავრობის სრული ანალოგი. ახალგაზრდა მთავრობა დაკომპლექტებულია სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისგან. ჩვენ გავაკეთეთ აპლიკაცია და შესაბამისად მოხდა მის შევსება, შემდგომ ის გასაუბრება და მოხდა მინისტრების არჩევა. შემდეგ მინისტრებმა დააკომპლექტეს თავიანთი სამინისტროები, სრული დეპარტამენტები, როგორც გახლავთ დღეს რეალურ ახალგაზრდა მთავრობაში, ჩვენს დღევანდელ მთავრობაში, ისევე გახლავთ ახალგაზრდა მთავრობაში განაწილებული. მუშაობთ სხვადასხვა ახალგაზრდა პროექტებზე და ვფიქრობ, რომ საკმაოდ წარმატებულია მათი მუშაობა, რადგან ახალგაზრდებში მიმდინარეობს ჯანსაღი პოლიტიკის დანერგვა, სადაც ხელს უწყობთ მე და ქეთევანი. საკმაოდ აქტიურად არის მინდა აღვნიშნო ქალტონ ნინო ჩართული, განათლების ახალგაზრდა მინისტრი, ეს ქალტონი უბრალოდ ფორმალურად, მაგრამ ჩვენ აზრს არ მიმართავთ, მინდა აღვნიშნო, ეგ არის უშუალო დამოკიდებულება, მეგობრული გარემო, სადაც ხდება სხვადასხვა ინიციატივების წარდგენა და მოქმედებაში მოყვანა. კონკრეტულად რა პროექტებზე მუშაობთ თუ შეგიძლიათ ამაპასუხოთ? აი ამ წუთში რა პროექტებზე მუშაობთ? რა არის საინტერესო? მოგესალმებით პირველ რიგში დიდი მადლობა რომ მოგვიწვევთ სტუდიაში, მივესალმებით თქვენს ტელემოყურებელს. ჩვენი პროექტი თვითონ პროექტია საქართველოს ახალგაზრდა მთავრობა, ყველა სამინისტროს აქვს თავის პროექტი. ეხლა მაგალითად გუშინ ჩაატარა განათლების მინისტრმა ქალბატონ ნინომ ძალიან კარგი კონფერენცია, რომელზეც ალბათ უკვე თვითონ ისაუბრებს. ზოგადად ჩვენ ვართ დაკავებული მსგავსი პროექტებით. ვატარებთ პროექტებს, რომლებიც ახალგაზრდებს ეხმარება თავისი ნიჭის, თავისი გამოცდილების რეალიზებაში. მე ვფიქრობ, რომ გუშინდელი ჩაატარებული პროექტი ზუსტად ამის ნათელი მაგალითია. ახალგაზრდებს მიეცათ საშუალება თავის აზრის დაფიქსირების, იყო კონკურსის სახე, ქონდა კონკურსის სახე ამ პროექტს და გამარჯვებულები საკმაოდ კარგ ორგანიზაციაში სტაჟირებით დაჯილდოვდნენ და დამატ უკვე ნინო ის. მე მინდა მიმართო ახალგაზრდა განათლების მინისტრს კითხვით. თქვენ ცოტა სერიოზულადაც დავსვათ კითხვა, მაინტერესებს თქვენი პასუხი როგორც სტუდენტისაც, რა პრობლემებს ხედავთ დღეს განათლებაში და რომ იყოთ ნამდვილად განათლების მინისტრი, რის მოგვარებაზე იზრუნებით? მოგესალმებით პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, ძალიან საინტერესო შეკითხვაა. ესე იგი, პირველ რიგში იმას აღნიშნავ თუ რას აკეთებს ჩვენი სამინისტრო და გადავალ მე ამ შეკითხვაზე.
ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პროექტები, მათ შორის ქალბატონმა ქეთევანმა აღნიშნა ერთ-ერთი კონფერენცია, რომელიც გუშინ ჩავატარეთ. ჩავატარეთ რამოდენიმე საჯარო ლექცია, დებატები, ტრენინგები და ამ ყველაფრის მიზანი არის ის, რომ მოხდეს სტუდენტების აქტიური ჩართულობა. ჩვენ ვართ ორიენტირებულნი იმაზე, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სტუდენტებს იყვნენ მეტად ჩართულები ამ პროცესში. რაც შეეხება ახლა უშუალოდ თქვენ შეკითხვას, რა თქმა უნდა, ზოგადად საქართველოში არა მხოლოდ განათლების კუთხით საკმაოდ ბევრი პრობლემის წინაშე ვდგავართ, მაგრამ თავარი არის ის, რომ იყოს მონდომება, ერთსულოვნება, როგორც პოლიტიკოსების, ისევე ახალგაზრდების, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიზრუნოთ ჩვენ ქვეყნის მომავალზე და ამ პრობლემის გადაჭრაზე. რაც შეეხება უშუალოდ ახლა განათლების სისტემაში რა პრობლემებს ვხედავ, მე ერთ-ერთი პრობლემა, რომელზეც პირადად მე როგორც განათლების ახალგაზრდა მინისტრს და როგორც სტუდენტს გული მტკივა, ეს არის სტატუს შეჩერებული სტუდენტები, რომლებიც არის ძალიან დიდი რაოდენობა დღეს საქართველოში სამწუხაროდ. სამწუხაროდ ვერ მოხერხდა ამ პრობლემის გადაჭრა, თუმცა განათლების სამინისტრო აქტიურად მუშაობს. ნამდვილად ქალბატონი თამარ სანიკიძე რამოდენიმეჯერ შეხვდა მათ, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ჩემი აზრით საჭიროა მეტი ინვესტიციების მოზიდვა და ამ კუთხით უფრო მეტი მუშაობა, რომ ეს პრობლემა გადაჭრა. ნამდვილი განათლების მინისტრი. ძალიან მომწონს, გულწრფელ პასუხს გაგცემთ. ერთი მომწონს იმიტომ, რომ არის ძალიან განათლებული, არის ძალიან კორექტული და დიპლომატიური ქალბატონი და პირველ რიგში უახლოეს მომავალში იგეგმება შეხვედრა სამწუხაროდ რაღაცა მიზეზების გამო შეხვედრა ვერ მოხერხდა, მაგრამ ჩვენ აქტიურად მუშაობთ იმაზე, რომ განათლების მინისტრს შევხვდეთ. მადლობა. როგორი დამოკიდებულება გაქვთ ერთმანეთში მინისტრს, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს? არის თუ არა ის, რაც დღეს რეალურად ხდება ქვეყანაში, პრეზიდენტს და პრემიერს შორის არის გარკვეულდაძაბულება. დღესაც საკმაოდ ისე მოხდა აკეთებს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, ხო არ არის თქვენ შორისაც რამე დაცავებული? მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ჩვენ ახალგაზრდა მთავრობა საკმაოდ ჰარმონიული დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთის მიმართ. შესაბამისად ეს დამოკიდებულება გამოირჩევა ასევე ძალიან დიდი მეგობრობით ჩემსა და პრეზიდენტს შორის. ანუ აბსოლუტურად ყველა დეტალზე, აბსოლუტურად ყველა პროექტზე მუშაობთ ერთობლივად, ერთობლივ გადაწყვეტილებას ვიღებთ, შესაბამისად სრული კოჰაბიტაცია, ასე ვიტყვით ჩვენ. ასევე მინდა კიდევ ერთხელ სერიოზულად დაგესვათ რამდენიმე კითხვას სერიოზულიც, ანუ რეალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით სერიოზულს მაგას გულისხმობ. ჩვენ წინა ბლოკში ალბათ ნახეთ იყო მამუკა კაციტაძე, სტუმარი და საკმაოდ ვრცლად ვისაუბრეთ თვითმმართველობასთან დაკავშირებით. თქვენ თუ გაქვთ ხედვა თვითმმართველობას დაკავშირებით და გარდა ძირითადი მინისტრებისა, მუცმინისტრისა, ხო არ ფიქრობთ იგივე რეგიონებთან ურთიერთობას და იგივე მოდელის გადაღებას, რაც რეგიონებში არის გუბერნატორი, მერი, გამგებელი და ასე შემდეგ. მოდით რა, ჩვენ ამ პროექტზე ძალიან ბევრი გვაქვს ნაფიქრი, სიმართლე გითხრათ, შემუშავებულიც კი გვაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე არ არის განხორციელებული. ფიქრობთ რეგიონებში, რა თქმა უნდა, გასვლა. ვიყავით ჩასული აჭარაში, შევხვდით. მე პირადად შევხვდი აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე სამწუხაროდ მინისტრთან ვერ მოხერხდა შეხვედრა, გასული იყო ქალაქიდან. გამოთქვეს ჩვენთან თანამშრომლობის დიდი სურვილი და 2015 წლიდან უკვე იგეგმება, რომ ჩვენი პროექტი განხორციელდეს აჭარაშიც. ქუთაისშიც ანუ ეს ქუთაისთან თვითონ წამოსული საკმაოდ დიდი ახალგაზრდების ინიციატივა და საკმაოდ კარგი ჯგუფია, მინდა აღვნიშნო, რადგან მაქვს ინფორმაცია ახალგაზრდების შესახებ, რომელიც აქტიურად გვადენებენ თვალყურს და სურთ, რომ იყვნენ აქტიურად ჩართული ახალგაზრდულ, ასე დავარქვათ, პოლიტიკაში, რომელსაც დღეს ჩვენ საქმიანობთ. ბატონო რატი, თქვენ გადაარებენ ნამდვილ პრემიერს. ბაძავთ თუ არა მას სხვადასხვა საკითხებში? აღარ დავიწყებ იმაზე კითხვას ფრანგული ენასთან დაკავშირებით, ვიზუალურადაც და აი მოგწონთ თუ არა რეალურად პრემიერ-მინისტრი? ანუ პირველ რიგში ასე ვიტყოდი, რომ ბაძავ ესეთი ცოტა სიტყვა მიბაძავდი ბატონ ირაკლის განათლების მხრივ. ძალიან განათლებული პიროვნება, დიდი დიპლომატი, რატომაც არ უნდა მიბაძო ამ საკითხში. გახლავთ, ფიქრობ, რომ უნიკალური მართველი და მისაბაძი, ანუ დიდი აქტიურობა იყო წამოსული ფრანგული ენის მიმართ. მე პირადად ფრანგული ენას ვსწავლობ, გახლავთ სპეციალისტი ფრანგული ენის, საკმაოდ პროფესიონალია, მინდა ვთქვა. კეთევანი სამ ეტაპზე უკვე იწყებს, რომ განავითაროს ეს ენა.
არამხოლოდ ამერითვები დაკავებული, არამედ ინგლისური და რუსული საკმაოდ აქტიურად სწავლობ, ვფიქრობ, რომ ამ ენების გარდა კიდე ერთი შევისწავლო, რადგან საკმაოდ მნიშვნელოვანია და აქედან გამომდინარე მე იმიტომ ვცდილობ ფრანგულის განვითარებას, ჩემი უნივერსიტეტი გრიგორი ბაქეძის სახელობის უნივერსიტეტი საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს საფრანგეთთან, სორბონის უნივერსიტეტთან, შესაბამისად არის იმის საშუალება, რომ გაცვლით პროგრამები იყოს და ეს არ არის თქვა დამოკიდებული თქვათ იმ რატიანს მოუნდათ, ოღონდ ფრანგული ენის სწავლა რაღაც კრიტერიუმების და გამო არა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი უნივერსიტეტში ზოგადად ძალიან აქტიურად და ფართოდ დაინერგა უკვე ეს ცნება, რომ უნდა ვისწავლოთ ფრანგული, რადგან ძალიან კარგი კონტაქტები არსებობს და შეიძლება განვითარდეს უნივერსიტეტი საკმაოდ მაღალ დონეზე და ავიდეს რაღაც მოკლე პერიოდში დიდ საფეხურზე, შესაბამისად რატომ უნდა გამოვაკლდე, ესე ვიტყოდი მე და რატომ უნდა გამოვტოვო ეს. შესაბამისად მე საკმაოდ აქტიურად ვსწავლობ ფრანგულს და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ნაბიჯი არის. არა მარტო ჩვენ დავამატებ ასევე რომ ქალბატონ ნინოს აქვს პროექტი რომ გვინდა ძალიან რომ მაღალმთიან რეგიონებშიც უცხოენების სპეციალისტები რომ ჩავიდნენ და თუნდაც ფრანგული, გერმანული, ესპანური დიდი სურვილი აქვთ როგორც ვიცით და რომ მიეცეთ საშუალება მათ რომ ისწავლონ. გიჩვენებთ და გავაკეთოთ უშუალოდ ეს პროექტის განვითარების პროგრამა, ესეთი 6 თვიანი პროგრამა იქნება, რომელშიც არა მხოლოდ ფრანგული, არამედ ინგლისური და გერმანული, რატომღაც ამ სამ ენაზე ვართ შეჯერებულები. შესაბამის კომპეტენტურ, მაღალკვალიფიციურ მასწავლებლებს გადავუხდით შესაბამის ჰონორარს, თუმცა ამ მხრივ დამოკიდებულები ვართ ამ ეტაპზე ფონდებზე და ამიტომ ეს პროექტი არის ჯერჯერობით იდეის დონეზე, თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი განხორციელდება. მივიდით თქვენთან, რაც შემდეგ კითხვა უნდა დამესვა, თქვენ ასე ხარ ფინანსებთან დაკავშირებით. საკმაოდ ამბიციურად ხართ განწყობილები, როგორც გათხოვთ, პროექტებთან დაკავშირებით, ახალგაზრდულ საქმეთან განხორციელებასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ყველაფერს რაც ამბობ ადამიანი ამბიციურად რა თქმა უნდა, ცუდად არ გულისხმობ და ყველა ახალგაზრდა ამბიციური არის, მაგრამ ამ ყველაფრის განხორციელებას შეიძლება ფინანსები. საიდან გაქვთ ფინანსები, ფინანსები თუ არა ვინმესგან და ანუ ზოგადად ფინანსებზე რო ვისაუბროთ, რა არის თქვენი წყარო? იქიდან გამომდინარე, ჩვენ ვართ აპარტიული ორგანიზაცია, ანუ არ მიეკუთვნებით აბსოლუტურად არც ერთ პარტიას. იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ოცნება გახლავთ დღეს სათავეში, საქართველოში არიან უმრავლესობაში, შესაბამისად გვიწევს ურთიერთობა და მინდა აღვნიშნოს ფაქტი, რომ საკმაოდ დადებითი, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება მოდის, ჩვენ შეხვედრივართ სხვადასხვა მაღალ ჩინოსნებს, საკმაოდ დადებითად, ანუ ასე ვთქვათ, დახმარების ხელით კი გამოგვიწოდეს, რომ ვთქვათ, აი შემოგთავაზეს აი ამას შეგეხმაროთ ამას და გამართ კონკრეტულად ასაკიდან გამომდინარე დაფინანსება ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ ვატარებთ სხვადასხვა პროექტებს, სხვადასხვა ტრენინგებს, ამ ეტაპზე არ საჭიროება რომ და საბოლოო ჯამში მე იმას დაგეთანხმებით, რომ ყველაფერი მიდის ფინანსებამდე. ჩვენი ორგანიზაცია რო იყოს ანუ კუთხით მაღალ საფეხურზე რო ქონდეს დაფინანსება, ვფიქრობ, რომ ეს ორგანიზაცია თავმად ვიტყოდი, რომ ეს იქნება საქართველოში პირველი ახალგაზრდა ორგანიზაცია, რადგან მე ვხედავ იმ ახალგაზრდებს იმხელა мотивაციას, იმხელა ენერგიას და იმხელა შესაძლებლობებს და უნარს, რომელიც ცდილობენ რომ განავითარონ თავიანთი ასე ვთქვათ, მოტივებით, განათლებით და ინიციატივებით, რომ ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ და დიდ რაღაცას მივაღწევდით ჩვენ რომ დაფინანსების წყარო ქონდეს. ყოფილა მაგალითად ისეთ შემთხვევებიც რომ გვდომია თუნდაც კონკრეტულ ადგილას წასვლა ახალგაზრდების და ყოფილა მის საჭიროება, მაგრამ სამწუხაროდ ფინანსების არ ქონის გამო არ მოხერხდა ჩვენი ეგ ჩასვლა. მაგრამ ვფიქრობ რომ მომავალში ყველაფერი კარგია. თქვენ ახსენეთ შეხვედრივართ რამდენიმე მაღალ ჩასულობ. ვის შეხვედრიხართ იქ ეს მინდა? აი მაგალითად შეხვედრივართ ბატონ ლევონ ყიფიანს, სპორტსა და ახალგაზრდობის მინისტრის უნიკალურ ადამიანს, საკმაოდ დადებით, რადგან ჩვენი შეხვედრა სიმართლე გითხრა იმდენად უშუალო ადამიანია ბატონი ლევანი და იმდენად უშუალო ადამიანი გახლავთ, რომ რაღაც ძალიან თბილად და კარგად შემოვიდა ასევე ბატონი რატი, ანუ მთელი სპორტსა და ახალგაზრდობის სამინისტროს ასე ვიტყოდი მეგობრული ურთიერთობა დამოკიდებულება გვაქვს, რადგან იმათ გავხედავ საკმაოდ დადებით ან პოზიტივს ხედავ იმ ადამიანებს მიმართ, რაღაც დადებითად არიან ჩვენს მიმართ განწყობილები. შესაბამისად ასევე შეხვდით ბატონ სოზარს, ასევე საკმაოდ თბილად და ბატონ დავით ნარმანიას. და მე მინდა ვისაუბრო ერთ პროექტზე, რახან რაღაც შეოსები ვახსენებ. ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ასეთი პროექტი. საქართველოში არსებობენ სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, რომ და სოციალურად დაუცველი დევნილები. ამ ესე იგი ჩვენ შევთავაზეთ ასეთი რაღაც, ან ჩვენ ვართ მედიატორები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და პოლიტიკა და განსახილების სამინისტროს შორის. ეს ბავშვები ახალგაზრდები ჩამოყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ესენი გაივლიან გარკვეულ ტესტირებას და შემდგომ იმისა მოხდება ასეთი რაღაც.
ყოველგვარი ყველგანაირად უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით აბსოლუტურად ყველაფრით, ანუ უფასოდ იცხოვრებენ, ისწავლიან უფასოდ, შემდგომობისა მოხდება ამ პიროვნების დასაქმება, რის შედეგადაც ეყოლება საქართველოს აღზრდილი და ძალიან კარგი კადრები. Ფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი საქმე, რადგან იმ ადამიანს, რომელსაც დღეს უჭირს და თქვათ არ აქვს იმის საშუალება, რომ გადაიხადოს სწავლის ფული და თავის ახალგაზრდაში მე ასე უხეშ წყოს გამოიყენებდი ინვესტიცია ჩადოს, რადგან იმ ახალგაზრდამ განავითაროს კარგად თავის შესაძლებლობები, ამის საშუალება ბევრს არ აქვს და ჩვენ ვეხმარებით ამ საკითხს. შესაბამისად, მოხდება ამ ადამიანების უზრუნველყოფა და ფიქრობ, რომ ძალიან დიდი საქმეა, არ მხოლოდ სამინისტროების, არამედ კონკრეტულად საქართველოს განვითარებისთვის. დამეთანხმებით. რატი საკმაოდ დადებითად საუბრობთ დღევანდელ ხელისუფლებაზე, ქართულ ოცნებაზე. აინტერესებს თქვენი აზრი ოპოზიციასთან დაკავშირებით. არის თუ არა ოპოზიციაში ესეთი ლიდერი, ან ლიდერები, რომლებიც თქვენ სიმპათიას ემსახურებიან? იქიდან გამომდინარე, რომ მე ჩავერთვეთ და ჩვენ ზოგადად დაახლოებით ერთ წელს განმავლობაში ასეთ აქტიურ ახალგაზრდულ პოლიტიკურ საკითხებში, როდესაც იყვნენ თქვენ როვის გულისხმობთ ოპოზიციაში? ნებისმიერ ოპოზიციაში ძალიან ბევრი პარტია ოპოზიციაში, ხო? ძალიან ბევრი პარტია და ძალიან ბევრი პარტია ყავს საკმაოდ ძლიერი, ძალიან ჭკვიანი პოლიტიკოსები, როგორც რატიმ წეგან აღნიშნა, ბატონი ირაკლის უცებ ძალიან დიდ პატივს, იმიტომ რომ ეს პიროვნება არის ძალიან განათლებული. ასევე სხვა პარტიებში არსებობს ადამიანები, რომლებსაც ძალიან დიდ პატივს უცემ თავის განათლებით, გამოშვებით და ასე შემდეგ. ბატონი შალვანაშვილის ბექარი ჩემი უახლოესი მეგობარი, შესაბამისად ბატონ შალვასთანაც მაქვს შეხება, მაგრამ ჩვენი საუბარი თქვა არ მიმდინარეობს პოლიტიკაზე, გვიძრავს სხვა თემებზე, ანუ შეიძლება ისაუბრო რაღაც მეგობრულ ურთიერთობაზე, სხვა საკითხებზე, ანუ გარდა პოლიტიკისა, რატომაც არა. და რატომ არ ქონდეს სუდი? მე თვითონ ჩვენ აპარტიული ორგანიზაცია. გამომდინარე იქიდან, რომ ვართ ახალგაზრდული მთავრობა, უშუალოდ გვიწევს ურთიერთობა უფრო მეტად ქართულ ოცნებასთან. თუმცა ძალიან დიდ პატივს უცემ ყველა პოლიტიკოსს. ვიზიტები მათთან და ასე ვთქვათ, უფრო მეტად ჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ქართულ ოცნებასთან, მხოლოდ ამ ფაქტიდან გამომდინარე. თუმცა მე დავეთანხმები ქალბატონ ქეთის და ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი ჭკვიანი ადამიანია, რა თქმა უნდა, ოპოზიციაში და საერთოდ ჩვენ ვართ აპარტიული და ზოგადად პირადად მე არ მიყვარს დაყოფა ასე ნაციონალები ოცნება, ჩემთვის არსებობს პირადად ჭკვიანი ადამიანები და პატივს ვცემ ადამიანების ამ მხრივ. მე ძალიან ბევრი პროფესორი მყავდა, უნიკალური პროფესორი, არ დავასახელებ ვინ, როგორ, მაგრამ უდიდეს პატივს ვცემ მათ. არიან სხვადასხვა პარტიაში გაერთიანებული და ჩემთვის მე არ ვუყურებ მათ როგორც რომელიმე პარტიის წევრს, არამედ როგორც ძალიან განათლებულ ადამიანს. ვინ არის თქვენს სამინისტროებში, მინისტრებში ყველაზე პატარა და ყველაზე დიდი ასაკი? ყველაზე პატარა გახლავთ ჯანდაცვის მინისტრი? ხო, 18 წელი. ყველაზე პატარა გახლავთ პრეზიდენტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ 19 წლის გავხდი 2 დღის წინ. ხო. 19 წლის პრეზიდენტი და 20 წლის პრემიერი. ყველაზე დიდი განათლების. თქვენ ასაკი? მე 25 წლის. პრინციპში მთავრობაშიც, რეალურ მთავრობაშიც საკმაოდ პატარა ასაკის მინისტრები. ხო მე მინდა პრეზიდენტს ვკითხო. ჩვენ უყურებთ თქვენ ეს კითხვებს იმიტომ რომ ცოტა რეალობასთან დაკავშირებით, თქვენ ხართ ახალგაზრდები, რომელსაც რეალურად გინდათ ალბათ ყველას თუ არა, უმეტეს თქვენგანს შემოგეშობა რეალურად პოლიტიკაში ჩართვა და ალბათ გაქვთ ამის გეგმები. პრეზიდენტი, რომელიც ყოველ დღეს ბატონი გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციას აქვს საკმაოდ შეზღუდული უფლებები. თქვენ როგორ მოგწონთ ასეთ პრეზიდენტს? უნდა გქონდეს თუ არა პრეზიდენტის უფლებები შეზღუდული? ამ საკითხს ჩემზე საკმაოდ კომპეტენტურმა ადამიანებმა იმსჯერლეს, იმუშავეს და მე მათ აზრს და გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. აქედან გამომდინარე ცოტა თქვენთანაც თუ არის ესეთი ჩვენი ახალგაზრდული მთავრობა პრემიერს აქვს ფუნქციები რეალურად და იგივე ჩვენი მთავრობა საქართველოს ახალგაზრდული მთავრობა ანალოგისგან იმით განსხვავდება, რომ საქართველოს ახალგაზრდა პრემიერს და ახალგაზრდა პრეზიდენტს აქვს თანაბარი უფლებები, იმიტომ რომ ჩვენ როგორც რატიმ წეგან აღნიშნა, პირველ რიგში ვართ მეგობრები, ერთმანეთის აზრს ვიზიარებთ და რაც თავია ვართ ახალგაზრდები. და მე მგონი ჩვენ შორის ეს ამ ეტაპზე არ არის საჭირო, რომ ხელისუფლების მოდელი როგორია, ხო ამაზე არის დამოკიდებული, ხო თქვენ რა კითხვას დასვით, თუნდაც გქონდეს თუ არა მეტი, თუ არის საპრეზიდენტო სისტემა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ცოტა მეტი უფლება უნდა გქონდეს, თუ არის საპარლამენტო შედარებით როგორც რამდენიმე წუთი. პარლამენტი არ ყავს როგორც. არა. მხოლოდ თავრობა. აპირებ თუ არა მომავალში გართულეს გიგო. მომავალი გვჩვენებს. მომავალში ძალიან დიდი. და მაინტერესებს კიდევ თქვენ ნახეთ მე სიუჟეტი, ზუსტად ამის რომელ არხზე იყო, თქვენ ყოველკვირეულად იკრიბებით და მსჯელობთ. კი. რა არის კონკრეტულად მსჯელობის საკითხი?
ჩვენი მუშაობა, ანუ კვირაში ორჯერ ვიკრიბებით, ერთი არის სამუშაო დღე, პარასკევობით კი ამ ყოფის მუშაობის წარდგენის დღე არის, როცა პრემიერს წარუდგენენ ახალგაზრდა მინისტრები და ბატონი პრემიერი მოწონების შემთხვევაში რეზოლუციას ატებს და ეს პროექტი უკვე განხორციელების ეტაპზე გადადის. ეს არის ჩვენი. ამ კითხვაზე არ გვგოსწრებს ახლა, რაც შეეხება ჩვენს მომავალში პოლიტიკაში მოსვლას, ანუ ძირითადად ჩვენი აქცენტი გაკეთებულია ამ შემთხვევაში სწავლა-განათლებაზე, ანუ ადამიანი თუ არ არის განათლებული, შესაბამისად არ უნდა აპირებ თუ არა მაშინ პოლიტიკაში ჩავა. ანუ მე ასეთ კითხვას მე ვაპირებ პირველ რიგში ძალიან დიდ სწავლა-განათლებას, მე არ დავჯერდება რომ საქართველოს ფარგლებს არ მინდა საქართველოს გარეთ ვისწავლო ძალიან დიდი განათლება მივიღო, შემდგომ ამისა ჩემ განათლებას დავარქვი ინვესტიციას, რომელსაც ჩავდები საქართველოს სწორად განვითარებაში და გაერთიანებაში. თქვენ რა პროფესიის სტუდენტები? მე ვსწავლობ ბიზნესის ფაკულტეტზე. ალბათ სავარაუდოდ, როდესაც გავუძლებ სწავლას შეიძლება ეს ფაკულტეტი. ანუ არის თუ არა თქვენის გუნდში ისეთი პირობა, რომელსაც დღეს ვიაქვს განწყობებისა, რომ პოლიტიკოსი გახდეს. თქვენ ძახ პირველ შემთხვევაში გავიზარდო უნდა განაცხადო არის თუ არა პირველ შემთხვევაში ჩვენი მთავარი მიზანი არის სწავლა, სწავლის ხარჯზე არაფერს გაკეთება აბსოლუტურად, რადგან უსწავლელი ადამიანი ფიქრობ, რომ ამ სფეროში ვერ განვითარდება. შესაბამისად, როგორც არის საჭირო, რადგან საქართველოს განვითარებას საკმაოდ დიდი რამ სჭირდება, რომელზეც მიდის ყოველდღიური მუშაობა. თუმცა რატომაც სურვილი აქვს, რა თქმა უნდა, რადგან დაინტერესდა ახალგაზრდული პოლიტიკით, მათ შორის მეც გადავწყვიტე, იმიტომ გამეკეთებია ესეთი პროექტი, რომ უფრო მეტი გამოცდილება მქონოდა. ამ ეტაპზე რა თქმა უნდა სურვილი მაქვს დიდი, რომ როცა უკვე დასრული ადამიანი ვიქნები, განათლება შესაფერის იმექნება იმისა, რომ მე მზად ვიქნები უკვე რეალური მთავრობა ვმართო, რატომაც არა, თუ იქნება მის საშუალება და მექნება იმდენი ცოდნა, რომ მე მართო ქვეყანა სიამოვნებით. რატომაც არა. ზოგადად პოლიტიკოსობა არ არის პროფესია, ხო, რომ აი ჩვენ ვირჩევდეთ, რომ აი მე მინდა გამოვიდე პოლიტიკოსი. ეს ხდება დროთა განმავლობაში, ან შეიძლება ისეთი ეტაპი დადგეს შენ ცხოვრებაში, დაჭირდეს შენს ქვეყანას, შენი თავი და გახდე პოლიტიკოსი. ანუ ესე არ არის, რომ მე მინდა გამოვიდე პოლიტიკოსი, ესეთი რაღაცა ზოგადად არ არსებობს. აქ ახლა პირადად ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შეიძლება თამამად ვთქვა, რომ მომავალში შეიძლება ვიფიქრო ამაზე, რომ მე რეალურ მთავრობაში მივიდე, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ძალიან ბევრ რაღაცაზე, ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენ სურვილებზე. ეს არის ყველაზე მთავარი, მაგრამ მე პირადად ესეთი შეკითხვა რო დამისვან, რომ გინდა გახდე პოლიტიკოსი და რატო გინდა, რაზე ოცნება, იყო გაჟღერებული ეს რაღაცა, რომ ეს ადამიანები იმდენად ოცნებობენ მინისტრობაზე. ჩვენ ესეთ რაღაც განმარტებას გავაკეთებ. ჩვენ მე პირადად და დარწმუნებული ვარ, ვიტყვით ჩემი მთელი გუნდის სახელით, ჩვენი ორგანიზაციის სახელით, ოცნებობთ არა იმაზე, რომ პოლიტიკაში მოვიდეთ, ოცნებობთ იმაზე, რომ ვიცხოვროთ უკეთეს ქვეყანაში. ვოცნებობ პირადად იმაზე, რომ როგორც განათლების ახალგაზრდა მინისტრი, ჩემმა შვილმა, ჩემმა მომავალმა თაობამ, ჩვენმა მომავალმა თაობამ არ იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, სადაც იყო ისეთი განათლება, რა პერიოდიც მე გავიარე და უშედ 2003 წლიდან, როცა ძალიან ბევრი რეფორმა და ყველაფერმა ჩვენზე გადაიარა, ასე რომ ვთქვა და მე ვოცნებობ არა პოლიტიკოსობაზე, არამედ იმაზე, რომ ჩვენ შევძლოთ ამ ამპლუაში თუ სხვა ამპლუაში შევძლოთ ძალიან დიდი წვლილის შეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და აღმშენებლობაში. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი და შეხედულება საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. მართალია საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის, მაგრამ არის ძირითადი ორი რეალურ ხელისუფლებაში პრემიერი და პრეზიდენტი და თქვენს ხართ აქ, რომელიც წარმართავს საგარეო პოლიტიკას. თქვენ როგორ ფიქრობთ ჩვენი კურსი რაც არის დეკლარირებული საქართველოს ხელისუფლების და ზოგადად ქართველი ერის ქართული მიიღო ამაში მონაწილეობა დასავლური კურსი სწორი ნაბიჯია თუ ანუ ზოგადად როგორ ხედავთ დასავლურ კურსს და ჩვენი მეზობელთან ურთიერთობას რუსეთთან რომელიცაც საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აი იგივე გიპასუხებით ამ საკითხს იმდენად კომპეტენტური ადამიანი ახალგაზრდა მიპასუხეთ არა როგორც ახალგაზრდა პრემიერი არა მე ისე როგორც მე ახალგაზრდა სტუდენტი ვარ ვსწავლობ ბიზნეს ფაკულტეტზე უბრალოდ ადამიანი ამ რაც შეეხება ამ საკითხს თუ ქვეყნის განვითარებაში და ქვეყნის სათავეში დგას ისეთი ადამიანი რომელსაც აქვს იმის უნარი და გამოცდილება რომ სწორად წაიყვანოს თავის ქვეყანა შესაბამისად არიან ესეთი ადამიანები დამეთანხმებით ხო აბა უმრავლესობა თუ ესეთი პიროვნებები არის და შესაბამისად როგორი კურსი და გეზდათ აღებული ვფიქრობ რომ სწორად მიმდინარეობს რადგან ადამიანები და პოლიტიკოსები იმისთვის არიან დიპლომატები რომ სწორად წარმართონ თავიანთი ქვეყნის ასე ვთქვათ განვითარება
ანუ მე დავამატებდი როგორც საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტი სახელდება წინა ხელისუფლების დროსაც და ეხლაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ხო ამ ხრივ მე ვფიქრობ, რომ არ შეცვლილა არაფერი, შეიძლება ნაბიჯები შეიცვალა. არა, შეცვლას არ ვიძახი. უბრალოდ მოგწონთ თუ არა კი, მე მივესალმები პირადად და დარწმუნებული ვარ რატიც და ქეთით, იმას რომ ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის სრულუფლებიანი წევრი სახელმწიფო. ძალიან ბევრი მდადებითი მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელშიც შემდეგ ჩვენ აღმოჩნდებით. და ასე მინდა ბოლო კითხვით მოგმართოთ. ჩვენ მთელი გადაცემის განმავლობაში ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე, მაგრამ უფრო უახლოეს მომავალში თქვენი გეგმები რა არის? კი ვიცი თქვენ გეგმები ძალიან ბევრია, დღეს ვისაუბრეთ, მაგრამ ფინანსებზე აქ დამოკიდებული. ვიცით გეგმები თუ რამე გაქვთ, თუმცა ძალიან მალე გახორციელდება, ამაში არ ჩერდება სერიოზული ფინანსები. ჩვენი ყველაზე მთავარი გეგმა და პრიორიტეტული გეგმა არის ის, რომ ვითანამშრომლოთ, თქვათ, მთავრობასთან, რომ ჩვენი ხედვები, ჩვენი რჩევები, თუ შეიძლება ისეც ითქვას, რაც ქვეყანაში პრობლემებია, ჩვენეული ხედვა მივაწოდოთ მათ ახალგაზრდული ხედვა. და მე მგონი ყველაზე მთავარი სამუშაო ეს გვაქვს ახალგაზრდებს, რომ ყოფილა თუ არა შემთხვევა, როცა თქვენ რაღაც იდეა შეგითავაზებიათ რომელიმე სამინისტროსთვის ან ახალჩინოსთვის? ეს ყველაფერი იგეგმება 2015 წლიდან უკვე აქტიურად დავიწყებთ მუშაობას ბატონ ლევანთან ის აკადემიურ ვახსენე შესაძლოა ამ იდეის შეთავაზება მოხდა და საკმაოდ დადებითი. არა, მაგას არ გულისხმობ, ხა კი ბოლო კითხვა დავსვი, მაგრამ მაინც გამოვიდა რამდენიმე კითხვა. მე გულისხმობ იმას, დაუშვათ რეალურმა ხელისუფლებამ მიიღო, პარლამენტმა მიიღო რაღაც კანონმდებლობა, თქვენ თუ გექნებათ შენიშვნებებასთან დაკავშირებით მიმართავ თუ არა? თუ არ მოგეწონა როგორც ახალგაზრდები, როგორც ახალგაზრდული ხედვა შესაბამისად იქნება, რატომაც არ იქნება. თუ ან როგორც ახალგაზრდული ხედვა. ეს არ იქნება მხოლოდ ჩემი და კეთილონის გადაწყვეტილება, აქ დავსხდები მთლიანი ახალგაზრდული მთავრობა შესაბამისად მოხდება რეზოლუციის წარდგენა და ავტომატურად ძალიან დიდი ახალგაზრდების როლი ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისათვის, საკმაოდ საინტერესო ახალგაზრდები ხართ. ისურვებთ წარმატებას თქვენს მოგებაში, ახალგაზრდა პოლიტიკოსების წარმატებას და იმედია და მივესალმებით ალბათ თუ რომელიმე თქვენთაგანი ოდესმე აღმოჩნდება საქართველოს რეალურ მთავრობაში. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ და ისურვებთ წარმატებას. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ავიდასრულებულა, ჩვენ შეხვდებით პარასკევს იგივე დროს ისე ტელეკომპანია ინტერნეტის პირდაპირ ეთერში.